მოგესალმებით, მეგობრებო, დაბრუნდა. რა თქმა უნდა. ყოველთვის დაბრუნდება ფუ პოდკასტი. გიორგი მახარაშვილთან თანაწამყვან გიორგი კალატოსთან ერთად დღეს ყავს ჩვენ როგორა? ახლოს ხარ. ნუტრიციოლოგი. დღეს ყავს ჩვენ მისტერ ნუტრიციოლოგი, ხო YouTube-ზე ხო ეგრე ხარ? კი. მისტერ ნუტრიციოლოგი. თუ მისტერ. მაგრამ მეგობრებისთვის თორნიკე? კი. მეგობრებისთვის თორნიკე. აუ, ბიჭო, აი ნახე, გააქვს ვარიანტი, რომ შენ არ დაიწყო ხოლმე. შეგიძლია, რომ გაჩუმდე და შენი პირის აპარატი გაავარჯიშო და მერე ილაპარაკო. ხო შეგიძლია? და რომ ეგრევე რუსული სიტყვებით დაგვეწყო, თუმცა მაიძულებენ. როგორ ხარ? იდეალურად. ნუტრიციოლოგი თორნიკე მოვიდა დღეს. გაიჭედა. ნუტრიციოლოგი ტაგა. ყალამ გვირჩია, რომ ჯანსაღყვებაზე როა გადასული ყალა, დღეს ხალხიც გადავიყვანოთ ჯანსაღყვებაზეო და ბატონი თორნიკე დღეს გვირჩევს თუ რა არ უნდა ვჭამოთ და რა უნდა ვჭამოთ. როგორ გავიქროთ ეგ მუცელი თუ არსებობს? მაგის შანსი. რომ ჯანსაღად ვჭამოთ. ეგ მაგასაც გეტყვის. მახარამ უკვე ჯიბეში ხელის ჩაყოფა დაიწყო, მეგობრებო. მაგრამ არა უშავს. იშოვება, მაგ პროფესიით იშოვება, იმიტომ მე რო იუთუბერი აღარ ვიქნები, რა პროფესიას ვეძებ და ვიღაცასთან ნახე ვიდეო, კაკოსთან გამოჩდი, რომ თუ ვის გიგისთან. 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 გიგი ემზადება ხა ჩელენჯისთვის და ბევრს ჭამს. პირიქით ბევრს ჭამს? კი, ბევრს ჭამს, იმიტომ რომ ძალიან გიჟურად ვარჯიშობს და ბევრს ჭამა მაგისთვის მნიშვნელოვანი. რაც უჭირს ეგ არის პირიქით. ბევრს ჭამა უჭირს. კი, სხვათა შორის დაუმენეჯმენტეთ. არც თუ ისე მიუწვდომელია სხვათა შორის რეალურად ჯანსაღყვება, ის არა მაინც ბუმბული რო აქვს გამოკრული საკვებს. მართლა რა ჯანსაღი რა არის რეალურად? რა არის ჯანსაღი ბიჭები თქვენთვის? მე მგონია რაც ზეთში არ იწვება, ყველაფერი ჯანსაღია. მანქანის ზეთში. კი, მაგაში მოხობი. ფრი მე მგონია ყველას დედამული საჭმელი არის. აი სხვათა შორის ერთ-ერთი კითხვა გაკეთებული, რამდენ წუთს გართმევს თითეული ჯანკ პროდუქტის ჭამა და ფრი იყო სადღაც ტოპ 5-ში. მე მაგით ერთად ესე და ერთად ვიჩავ ხოლმე. პირველი რა გართმევს ყველაზე დიდ დროს ცხოვრების წვან, რამდენ წუთს გართმევს, მე მგონი 3 წუთს გართმევდა ფრი ერთი ულუფა. ყველაზე მეც რა გართმევს? კარტოფილი. მე ჭამო. ყველაზე მეც გართმევს ანუ სიცოცხლის. სიცოცხლის რამდენ წუთს გართმევს დაახლოებით. მე მეგონა ჭამის დროზე იყო საუბარი. არა, სიცოცხლის რამდენ წუთს გართმევს. აი, პირველზე რა გართმევია? საჭმელი? საჭმელია. შაურმა. ყოველს ნაჭამი გაქვთ, თქო, ქართველებს დიდად არ უყვართ. აი, უფრო ამერიკული ტიპია, არა. ბურგერი? არა. აი, სპორტისას ჭამენ ხოლმე. ფეხბურთებზე ელოს. პიცა? ხოთ-დოგი. ხოთ-დოგი ეგეთი სუდია? უმეტესად соусების გამო და პროცესირებული, ულტრაპროცესირებული ხორცი, რომელიც სარდელი სოსისი რაც არის. სოსი ხო? ერთ-ერთი ყველაზე საკუთშორის კი. ანუ მაგარი და კაი ხარისხისაც კი ცუდია, ხო? იცი როგორ არის, ეხა არ ვიცი, გერმანიაში რო ჩამიყვანო და მითხრა, ეხა ამას ამდენი ხანი ვამზადებთ, ვიცი რა ვაკეთებ, აუცილებლად შევჭამ. იმიტომ რომ ენდობი. იმიტომ რომ მაგასაც არ აუშავს და ჩემი ორგანიზმი ჭკვიანია, ვიდრე მე ვარ და ის ადამიანი, ვინც მთავაზობს და ვიცი რომ ჩემი ორგანიზმი მაგას მიხედავს. მაგრამ ყოველდღე მაგით არ დავიწყებდი საუბარს. სოსისი თან ღირს ძვირი რა. ეხა თან პარალელურად მიდის კომისია იმ ფასების რაღაც მაგაზე და 38. ძალიან ძვირი ღირს სოსისი. მართლა აი ნორმალური სოსი რო იყიდო, მე ვყიდულობ ხოლმე რა. ეს არის სპეციალური კონკრეტული ბრენდის, რომელიც არის გემრიელი, იმიტომ ცოტა მოცხაროა რა. იმე ძulis გემო არა აქვს რა, რაღაცა ცოტა მოხორცო გემო დაძდევს ხო და. კაი ძვირი დაждდება. 29-30 ლარი ღირს კილოგრამი რა. ანუ ორი შეფუთვა რო იყიდე ხა სახში, კაცუნას 2 კილოგრამი არის 60 ლარი და 60 ლარი არის 20 ლიტრი ბენზინი მაგის დედა. ხო, და 60 ლარი არის რამდენი 12 შეფუთვა ბენზინი სკალას მანქანა გაივლის ალბათ 1000 კილომეტრს რა. ხო აი ეს ვიდეოში რაც დაღეთ მეგობრებო ბოლომდე ჩაბარდა და დიდი მადლობა. მადლობა ძალიან. რა შეიძლება ძველ მაგ ბიჭო ნიუთები რაც მიდევს უნდა ამოვიღო ეხლა რომ არა მე მაქვს ეგრე რა გიდევს შენ ძმა თუ გიდევს პირიქით ჩეჩემაგი მომე აუ ისე კარგად მატარა რომ მოვდიოდი თითქოს და ბოლო ის ქონდა რა ვიცი ეხლა ჩეხაში მოკვდება რო გამოვიდი საბურავი იყო დაშვებული არ წამიყვანო აი ვიქნებიო გეხვეწებიო რა და სო მოეთ პატრონი მაგ მანქანას მომეცი რომელს მოიცა ეხა როგორ ისტორია მაგრამ უნდა გაყიდოს ეგ მანქანა თუ რა ხდება არ ვიცი არა მე ბიჭო მე ხო ვყიდულ აი ძალიან თავისუფლად შეიძლება ერთ კვირაში YouTube-ი ჩავხდო და ვაფეთქებთ კალას მანქანას იყოს ბევრი ნახვა არის ის არის
მე ხონა მეყიდა და კალამ პირობაში ასრულა, მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი, რომ კალას მანქანიდან იაფად ვიყიდო და ამიტომ მაქსიმალურად რამდენი გინდა მანქანაში? რამდენიც უნდა გაიყიდოს? კომენტარებში დაწერენ მე ვიყიდო რა ფასად იტყვი და ყლეს დაგირი მართლა. ეგ არის ტყუილი. ჩვენ 5-დან ვიწყებთ, ხო? ანუ მე ეგრევე. არა, 5 ეგრევე რომ გავყიდოთ არ გინდა შენ ქეში. ხო. მე დავიწყოთ 4 და 5-დან. 4 და 5-ად ეხა ჩვენი მე ძალიან გამიხარდება თუ პოდკასტის მაყურებელი იყიდეს ვინმე. კარგო ჯახში თუ მოხვდება. კომენტარებში აუქციონი. ეგ აუქციონი მახსოვს ნახატი იყიდეს, მე რო ფული უნდა ამიღო. 1000 რაღაცა ლარი და არ ჩაურიცხავ და ნახატიც მოთხრა აქედან საეჭვოდ. ეგ არის, ის არის, მოსჩა. გაიყიდება რამდენისაც იქნება $2000, $1000, ყველაფერი ისე იქნება როგორც არის. მადლობა გიორგი, მართლა გულწრფელად გიხდი მადლობას. ეხა პატარას მანქანა ჩამოდის და იმასაც რომ მიხედო რა. პატარას მე ვერ ჩვენ ოჯახის მოურავია სხვა შორის გიორგი. მოიცა, ეგ მადლობები მე იყოს გიო პური. პური არის ერთ-ერთი მანქანაზე გაახსნა. სამაგარი გადასვლა. პური. არა, რო უყურებ, აი უამრავი პური არის რა. დედას პური, ბებოს ბებიის პური, მამიდაშვილის პური. პური. აი ეს პური, დედას. რა ბევრი პური არის რა. ეს დედას პური, დედასად გამს. ხო, აი მე პურზე არ ნავიზახდეთ დიდი ბოდიში თამის გამო, მაგრამ არის 12 ლარი რო პური ღირს, ის პური მე მგონია რომ არ უნდა ჭამო და შეიძლება რომ უნდა მოეფერო. ოქროს სუვენირების გვერდზე დატო. ცოტა შეჭამ. ბიჭო ვერ აჭამ რა, ცოტას 12 ლარი რო ღირს, ცოტა დიდულად აგზობდოს, ჭაში კარაქს გადაუსმენ და ჭამ. ეს კარაქიც 30 ლარი არის. კაი, დავიკიდოს კარაქიანი პური. პური 12 ლარი რო ღირს. რა უნდა ფასებზე გაქვს პრეტენზია თუ შემადგენლობაზე? შემადგენლობაში რას უნდა შეიცავდეს პური? აი რა ავიღოთ თონის პური, ყველაზე ისეთი არაჯანსაღი ვთქვათ, ღირს ლაროცი და პროპაგანდას აქ ადგილი ეხლა. არა, მარტივი არის რა, საფუარი ზუსტად იზი გასაკეთებელი. მარტივი ხელმისაწვდომია თონის პური. თან გვიყვარს. თან ქართული. მე მიყვარს კომპეტენტური სტუმარი რომ მოდის რაღაც სფეროში და შენ რო მაინც შენ აზრს რო გამოთქვა, ისე აი შუბლის ზარღვი რო არ გაქვს აი ეგრე. აი თონის პური ლაროცი შევადაროთ. და 12 ლარიანი პური. აჰა. რა უნდა მოხდეს ისეთი აი ამ პურებს შორის, რომ მე ჯანსაღად მოყვებავე ადამიანმა მივიდე და არა თონის პური არ ჯანსაღია, 12 ლარიანი პური მომაწოდეთ. ძალიან იშვიათად. რა უნდა მოხდეს, რა უნდა შექმნას ამ 12 ლარიანი პურის პატრონმა, რომ აი ამ ხილაზე გაზარდოს ფასი რა, მართლა მაინტერესებს. კაი, მაშინ თქვათ პური რატო არა ჯანსაღი? ჯერ მაგით დავიწყოთ. იმიტომ რომ პური ხორბალს რას ვერჩით? საუკუნეების განმავლობაში მარჩოვი ჩვენი ქვეყანაც ხორბალი მთავარი მარცვლეულის ჯიში იყო. რას ვერჩით პურს? საფუარი ჩაუმატეთ, ალბათ. ვაფშე არა საფუარში პრობლემა. პურის ზადების პროცესში ფერმენტულად უნდა ამოვიდეს. ანუ ეგ ფერმენტული გარდაქმნა ხდებოდა ადრე 72 საათი პურის დედოს, აი მაწონს რომ მაწვნის თავს მოხდით და რძეში ჩადებ, ხო და მაგას რომ მაწვნად გადაიქცევა. აქაც არის პურის დედო. ფერმენტირებული ცოცხალი რაღაცებია, შეგენთ მიკრობიომი, რომელსაც ჩადებ ამ ცომში და უნდა ამოვიდეს. ოღონდ მაგას სჭირდება 72 საათი და მაგას არაკეთებს თითქმის არავინ. დავაი, მოზილე უცებ ამოვიდა და მაგიტო წავიდა, ეგრევე ჩავიდა ჩვენი საფუარი, რომელიც არის სინთეზური. დრო, ეხა შენ ისეთ რამე გააზრე, რომ დრო ყველაზე ძვირია და დრო ის ზუსტად, ეხა საფუარია მთავარი პრობლემა? არ არის საფუარი მთავარი პრობლემა. ზოგჯერ პირიქით ეხმარება კიდევაც იმ ნუტრიენტების გახსნასაც პურშია. ანუ საფუარი პრობლემა ეგ უნდა დავივიწყოთ. მაშინ რა ხდება? პურს რა აქცევს ყველაზე ცუდად? თეთრი პური ხო ეგია, თეთრი პური არ ჭამო, აი კონკრეტულად. ეხლა რა აქ თეთრს? ხორბალი წარმოიდგინე რომ არის მარცვალი და 3 ნაწილი აქვს. აქ კედელი, როგორც ამოთახსა აქ, მერე შიგნით რაც ხდება და მერე აქ თესლი, კვირტი. ეგ კვირტები ვართ ჩვენ წარმოიდგინე. მე არ მინდა. თესლი არ გაკადრეს. ფერმერი ვარ, ყლედია. მინდა კვირტი იყავი თესლში. აი აქ რა ჰაერიც არის შიგნით მასა არის ნახრიწყლები ძირითადად. გარეთა კარები, ის კედლები რაც არის, ეგ არის ბოჭკო, რაც გვჭირდება, აი ნაწლავებს გისუფთავებს რო იძახიან, ბოჭკო კაია და კვირტები ვართ ჩვენ ვიტამინების წყარო. გადამუშავების პროცესში კედელი და ჩვენ ამოღებული ვართ და რჩება ოთახის სივრცე, ანუ მარტო ნახრიწყლები, შაქრები. ეგ არის თეთრი პური. მაგიტო გადამუშავებისას და მაგას ქვია ულტრაპროცესირებული, ანუ რო წაიკითხავ ეტიკეტზე რო გადმოატრიალ ფაწერია, უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი. ხო მაგარი სახელია, იფიქრებ უმაღლესი ხარისხი, ან ჩემს ზრუნავენ. რაც უფრო უმაღლესი ხარისხისა, მით უფრო მეტად გადამუშავებული. მაგრამ ფქვეს. მე ნანახი მაგ ვიდეო და ესე თორნიკეს უდევს თავის სახზე და ანუ
ზემოდან ვიყურები ხა რომ უკან მახარას უხსნი შენ. მე ვიცი რომ მეორე ხარისხის რო ყველაზე კარგი. ეგრე თუ ყველაფერი გვეცოდინება ხალხს რა გამოუყვეთ. არა, კარგია რომ შენ იღებ განათლებას ამ კუთხით, გიოგი. მე ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი. ხო, სხვათა შორის თონის პურში როგორც წესი ვერ იყედებენ ულტრა უმაღლესი ხარისხის. იმიტომ რომ მე მგონი არ ეწებება კარგად თონის და მაგიტო ნაკლებად დაცეხვილი ფქულია ხოლმე, მაგიტო თონის პური ჯობია თურმე ჩაოლებრივი თეთრ პურს. აგური პურებს. აგურ პურებს, ზუსტად. და 12 ლარამდე რა უნდა გაიაროს არაფერი, ამას თუ მეტი ბოჭკო ექნება, რაც მჭირდება. ვიღაცა ელოდება 72 საათი. შეიძლება 72 საათი დაელოდოს, მეტი ბოჭკო ექნება. მასალა ხო ერთ და იგივეა. მასალა ერთი უბრალოდ ნაკლებად გადამუშავებული, რომ შენ ნაწლავებსაც რაღაც სამუშაო ქონდეს. ტიპმა კარგი პური რო შექმნას, უფრო ნაკლებად გადამუშავებული, უფრო ნაკლები უნდა იწვალოს და ცოტა მეტი უნდა დაელოდოს. ეგ არის 12 ლარიანი პური. მაგას ფასი აქვს გაზრდილი, თორე 12 ლარიანი არ უნდა ღირდეს. მე მგონი რომ პროსტო გაგვივებენ 12 ლარი რო ღირს, მაგიტო უყიდულობთ. შეიძლება 12 ლარიანი ღირდეს და არაფერი სხვაობა არ ქონდეს ბუხანკა 90-ლარიან პურს შორის. მე აი რას არ ვენდობი ხო მეც უკან წარწერას. ეხლა რაც მითხარი, მაგებს წავიკითხავ იმ 12 ლარიან პურზე რა. იმიტომ რომ სხვათა შორის კაჩუკი არა და ისინი ტრენერები ის ხშირად იყენებენ ხოლმე, მე მგონი რომ წილი აქვს. რომ იცი რა ეს პური ჭამე, აი რომელზე იძახიან? ბიძის პური ჭამე რა, არ ვიტყვი ეხლა დეიდას ბიძის პური ჭამე, ეს არის კარგი. რატომ მირჩევ 12 ლარიან პურს? ჩემი კარგი ანუ აუ რა დატრამულია. მარტო მაგ 12 ლარიან პურს ჭამბიჯო? არა, მაგას ჭამდი ხოლმე თან დიდრული ისა მაქვს. მე და აი ძვირიანი რა გაქვს 12 რა. ეტიკეტამდე გატყუებს ფერი. შავს უფრო იყიდე თუ თეთრ ჯანსაღყვებაზე. აი ხო, აი სერს. სერიც და თეთრიც შეიძლება ერთი იყოს ყველაფერი, ულტრა გადამუშავებული იყოს. ოღონ ქონდეს დამატებული ალაო, რაც მუქ ფერს ატყუებს. ანუ ფერი თითქმის არაფერს ნიშნავს. და ალაოს პური თუ შემხვდება გავსინჯო. არა, რაღაცა საწერე. არის, როგორ არის? ალაო თუ რაღაც. ხო, 100 არ ექნება ოღონდ. შეიძლება იქ მატყუებენ. დიეტური 0% რო აწერია. აი ეგ არის ხოლმე ყველაზე მეტად რაც მაბნევს არის შავი ფერი, დიეტური, დიაბეტური და ასე შემდგომ. რომელიც არაფერს ნიშნავს თითქმის, იმიტომ რომ გადმოუტრიალებ იგივე ყველაფერი იგივეა. პურის კომპანია საწერია დიდად 0%. კი, 0%. არც 0% არ რა, ისი 0%. აი შეიძლება ეწეროს აი შოკოლადის 0%. არის შემცველობა და მაგით გააბრალოს. კი, შოკოლადი აქვს 0%. მარკეტინგი აქვს თავიდან ბოლომდე? ხო, ეგ არის ეტიკეტი. ეტიკეტირებაში არის თავის გაიდლაინები, რომელშიც გარღვევას თუ იპოვი, რასაც გინდა იმას დააწერ და ვერ მოგედავებიან. ეგეთია მაგალითად ნატურალური. რა ისინი ნატურალ ხო აწერ ნატურალური წვენი. ნატურალური განმარტება გაიდლაინით არა აქვს. ნატურალური არაფერს არ ნიშნავს. ალბათ უნდა 100%-ით უნდა მზადდებოდეს დაჭეჭყილი პროდუქციის. ზუსტად. ეგ არის ნატურალური, ხო? მაგის განცდას გიქნის, მაგრამ ხო არის გაიდლაინში ამ დროს შეიძლება დაწერო. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დანამატის საკით მიიღება ისეთი რაღაცა, რაც დაჭეჭყილია და პლუს ნუ დროს, ანუ რაღაც აი 6 თვიან იმას გაძლევს, 6 თვე გაუძლებს. ხო, ანუ ეგეთი რაღაცები წერია. ხო, და ამაში არ წერია, ნატურალური არ განიმარტება, როგორც ეტიკეტში რაიმე გაიდლაინი, მაგიტო დავაწერ ნატურალურს და რავი, ნატურალური მაგი და ლიმონადს აწერია ხოლმე. ჩემი დატრია. არა, ნატურალური მზადდება. არა, ნახე როგორ აწერია ხოლმე, იცი? მზადდება ნატურალური წვენით. წვენით. ანუ ეს შეიძლება 2% იყოს რაღაცა. ლიმონი აიღეს და პროსტა ხის ჩააწულა. და მე მოვიდა ჯადოქარე და შელოცები უკეთა და ჩაყარა რაღაცები. ის რო აკეთებს, რა ქვია, დროიდი რო აკეთებს ნახატს, აი ეგეთ რაღაცა ქნეს. მე და პროსტა 2 წვეთი რაღაცა ჩააგდეს და ეს რაღაცით ხო უნდა კონტროლდებოდეს. მახარ ამტკიცებდა რამდენიმე საეჭვში მე მგონი რომ ნატურალური წვენი უფრო საზიანოა ვიდრე გაზიანი სასმელი რა. მაგაზე რა პოზიცია? ხო, საზიანოას თუ შევხედავ, რომელს უფრო მეტი შაქარი აქვს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ნატურალურ წვენს უფრო მეტი შაქარი ქონდეს. მაგაში მოყვები. ეხლა დაიწყეს ლიმონათებზე შაქრის დაწევა. ოღონდ მართლა გეუბნები. ეგ ძალიან კაია. უფრო ტკბილი იყო ხოლმე და ეს გემოებში ალბათ ქართველმა ცვლილება განიცადა და შაქრიანი ლიმონათები ოდნავ აი ციტრუსოვანი გემოები დაამატეს და შაქარი დააკლეს. უფრო მომჟავოა ვიდრე მოთქვა. ისიც კი ცუდია, მაგრამ შაქარს მგონია რომ ჯობია რომ ოდნავ ის იყოს რა. კი, ეგ კარგია. მოთხოვნა იზრდება და იცვლება. ბევრმა უნდა აუწყოს ფეხი ამ საქართველოს კომპანიებმა. ლიმონათები იყო ხოლმე ხრაშუნობდა შაქარიში. აი წითელი გუშინ ზესტაფონში ვიყავი და უყულუწუნე გლიჯე. არ მოიტანეს ლიმონათი ძველი თბილისი აი სად მოხვდა ზესტაფონში თბილისში არ მაგ დალეული. დარჩენილი იყო ბოთლი, დარჩენილი იყო ჩასკი გადა. ცოტნე მითხრა ისო ლიმონათი მოსქენიო რა ქვია რაღაც ვიყავი და ლიმონათი უთხოვდა ჰერცოგის ბოთლში მომიტანეს ჩამოსხმულიო და მიმდინარეობს ბიჭო. ცოტნეს კი გაუსწორდო რომ ჰერცოგის ბოთლში იყო, მაგრამ მაინც არ დალია. ეგ არის ეგეთ იმ დღეს ქორო იყო მოსული და კარჩო მე სვამ ხოლმე და თუ სვამ ნატურალურ წვენებს არ სვამ ეგრეთ წოდებულ ნატურალურ წვენებს იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი შაქარი აქვს და უშაქრო პეპსი მაქვს ხოლმე ნაყიდი და
აუ ამაგას როგორ სვამ და აბა და დამიწყო ერთი ამბავი და რომ მე შენ ვიდეოებშიც შეადგილაპარაკი ამაგაზე, მაგრამ უთხრათ ხალხს რომ ეს უშაქრო არ არის ეგეთი ცუდი როგორც გონია. გაზიანის პონჩი შებერვას ცუდია, მაგრამ შაქრიანობის პონჩი ხო მართლა უშაქროა რა. უშაქრო ალტერნატივა ბევრად უკეთესია ვიდრე შაქრიანი. აი იარაღი რომ მოდო თავზე და წინ დამინდო 100 დღიდან 100-ვეჯერ რაღაც უნდა დალიო, დავლე უშაქრო ალტერნატივას. მაგალითად აი რა თქმა უნდა პრობლემები რომ რა ვიცი საშუალებელი სისტემის მიკროფლორას შედარებითია ყველაფერი. მაგიტომ რა ხან შედარებითია 9 ჩაისკოვ შაქრის მიღებას ერთ ყუთში მირჩევნია უშაქრო ალტერნატივა მივიღო და დაუბალანსო. მე წიაზე იმასაც და არ გარეკო თან. და არ გარეკო თან. ჩაჭეჭყილი ფორთოხლის წვენი ბევრად ცუდია, ვიდრე თვითონ ფორთოხალი. და იმიტომ რომ ბოჭკო იმას შვება, იმტორევა. ხედა როგორ განათლებული ხალხი ვარ. მართლა ბოჭკო ბოჭკოები იმდენად შეწყვა ეს ბოჭკო გამოდის და ცარილი შაქარი ხრჩება რა და ვიღაცას გონია რომ დილით რო ტრაკის მოფხარით ადგება და ეს ფორთოხასო ჩაწვე. ჩემი ხელი რატო გამოიშვირე? და აი ხა დილად მე ბადრიჯანს დილით არ უჭამდი. ეგ არის ტყუილი, ეგ არის პროპაგანდა. აი ვიღაცები ფორთოხის გამოდი ბადრიჯანი. აი ხო და ფორთოხლის ჭამა ვაფშე მე მგონია რომ რაღაცების ცოცხლად ჭამა ბევრად კარგი არის ვიდრე ჩალეწვა რა. კი, ბევრად ჯობია. ერთ ადამიანთან ვიყავი შეხვედრაზე და დაახლოებით 45 წუთი მესაუბრა დიაბეტის დროს რატო არ სვამს უშაქრო კოლას და ზუსტად 15 წუთი შეუკვეთა გრეიპფრუტის ფრეში. ხო და ბიჭო გემოზეთ აი შეგრძნები არა მაგ გამქრალი კიდე კაი. რო სვავ მე მგონია რომ ორგანიზმი გრძნობს რამდენად ჯანსაღს ჭამ და რამდენად ჯანსაღს იღებ რა. თუ უსმენ და კარგად უსმენ? აი ფორთოხალი რო შეჭამო, განცდის ზონეზე ხვდები რომ რაღაცა კარგს ჭამ და წვენს რო სვავ ხვდები რომ იმდენად ტკბილი გემომოდის რომ გამორიცხულია რომ ის კი ფრეშია, მაგრამ ისიც აი ვაშლის წვენი არ ვიყოთ. ყველა ხილზე მე მგონი არ ვცილდება. აი მაგალითად ბროწეულის წვენი, მან ხო არაფერი არ იკარგება რა. არა, რა მნიშვნელობა აქვს? რატო არ იკარგება ისინი? ხო, ნახე, ბროწეული ბოჭკოს შემცველობით ვერ ბრწყინავს. აი ფორთოხალში იმდენ რამეს ტოვებ დაწურვის მერე. ფორთოხალზე გეთანხმები, ბროწეულზე მე არ იკარგება. კი, და მე ამბავია რა მინდა, რა მიზანი მაქვს რა. ჩემთვის სიჯანსაღე თუ არის რომ ვიტამინების ბუმი მივიღო, მაშინ წვენი დავლიე, მაგრამ მე თუ სისხლში გლუკოზის კონტროლი მედარდება, მირჩევნია ვჭამო. იმიტომ რომ ბროწეულს ახლა ბროწეულის წვენს რამდენს დალევ მე კითხვა ისმის. ურჩიქას დალევ, მაგის უნდა გჭირდება რამდენი 15 ბროწეული რო დაწურო? რაოდენობა და ქცევა. უფრო მევასება ბროწეული ვიდრე წვენი. იმიტომ რომ ის თესლების და რაღაცები, მაგრამ მევასება. ცალსახადბიროდ ჯანმრთელია, ცოცხალი მდგომარეობით მიღება. თეთრიან თუ ჭამხა, ვიღაცები ხო არის თეთრზე, ყალეზე კიდე. ეს 5 ნაწილი აქვს, ეს ხალხ ყოვზით გევასება თუ? არა, აი ეს თეთრიანს ვიღებთ, გარეკანს ვაცლი, ეს წელს აიღებ, და ნაყოფები აქვს. არა, გარჩეული ვარ რომ თუ ხლავ, კაია. კიდე ბავშვობის კითხვა მაქვს, ვაშლი რა. კი. ვაშლის გულს არის თუ არა გორში? არ მაჭა, ანუ ბავშვობაში მე ზოგადად ჭამა მიყვარს, აი ხილის ჭამა ისეთი რომ ფეიხო კი არა, ფეიხოც ვიღაცები ვწქნიან. მე კიდია ვრეცხავ და აი შეიძლება ყუნწი თუ არ მესიამოვნა დავტოვო. ბურძგლები რო აქვს, რა ქვია? ბუსუსები. კივი? აი კივს ვიღაცები ვწქნიან. მე მირჩევნია კარგად გავრეცხო და იმ ბუსუსებიან თუ ჭამო. საზამთრო ასევე. საზამთრო მეგობრებო. აი პირდაპირ ვიღაცა ჭრის. მაგრამ მე მაგარას უყარს რომ რო ისამს. არა, ქერქს ტოვებ, მაგრამ თეთრებამდე ჩავდივარ, აი ეგ მევასე. შეჭემ რამ? რანაირად ჩავხი. ბიჭო, გონია რომ აი ეს ნახუჩის გადა საქონელი და შენ ერთნაირად იყვები შეჭემ. კივი არ გამიგია, ბუსუსებიანა, ჭამ კივს შეჭემო. მოხარშული კვერცხი. მირჩევნია რომ ნაჭუჭიანად ვჭამო რა. არ ვიცი. მან რისკებია, კვერცხზე რისკებია. არა, კვერცხს რეცხავ და ისე ვქარ. მაშინ კაია. არა, პ***დან გამოგებული ქართმის და ძღნერები როა ქართმე მიყვარს მაგრამ. აი დედა. ბიჭო, ემიცი რეცხავ. მაგას უცხოელი ბიოჰაკერები აკეთებენ, სმუზიში იგდებენ ხოლმე და კალციუმის კარგი წყაროა უიძახიან. ნორმალურია ბიჭო. ოღონდ არ გაიმეოროთ. არა, მე მართლა გქონდა, ხრაშუნე კვერცხი, მოხარშული უფრო მიყვარს. მოიცეცა. ანუ გირჩევნია რა, ანუ გეზარება, მეზარება და იმის ფწკნა და რაღაცა, აი ეგ რო გეტყობ. რა ქსიამოვნებს, შეჩემა ნაჭუჭი რო ეგ ქსიამოვნებ. და 10 კვერცხს ჭამო დილით რომ ნაჭუჭიანად ჭამდი? არა, გარჩეულს. სხვა შორის არის ეგეთი კვებით დარღვევები, სადაც კონკრეტული
გემოს და ტექსტურის თუ არ არის, არ გისორდება ჭამა. მე ჭამ ყველაფერს. მახა ნაჭუჭი რომელი უფრო კაია ეს? ყავისფერი კვერცხი უფრო კაია თუ ალა ეხლა რა გამახსენა TLC-ზე რო გადიოდა გახსოვს უცნაური ადამიანები რო ტიპი რო იმას ჭურჭელს რო ჭამდა უცნაური ჩვევები. ჭურჭელს ჭამდა და ეს მისწორდება მე მაინტერესებს კივის კანში რამდენი ვიტამინია. სხვა შევ წარმოდგენე არ მაქვს, იმიტომ რომ ხოდრი ესეთი кейსი რომ, მაგრამ ნახავ, გეფიცებ, ნახავ და მოგწერ. ბიჭო, მირჩ გეზარე ბაშეთში. ნახე, ვაშლზე რა კითხვაც ქონდა, გულს რო გიშლიდნენ ჭამას. ვაშლი მთლიანობაში იდეალურია, უბრალოდ აი კიდე თესლზე მივდივართ, თორსა მიდგება საქმე. ხო, მაგას თუ არ ჭამ. თესლი გადაყარ. აი ეს ხბარო აქვს, აი ყველას რო აღიზიანებს, რო გედება პირში, ხო? თესლი რაში. აი მაგის ჭამა, მაგრამ მევასება რა. ხო, მაგაში პრობლემას ვერ ხედავ, ვერ ვიტანდი, მარტო ყუნწი რო რჩებოდა, ეგ მევასებოდა ხოლმე რა. ნახე, არ მგონია რომ საზიან ქონდეს. თესლში ვიცით, ყურკაში ვიცით, რომ არის კონკრეტულად, არ ვიცი, რაღაცა ნიაცინი ან რაღაცა ზოგიერთი ტოქსინის მაღალი დონე. ასევე საზამთროს თეთრი ნაწილი, ეხა ხო გაგიგია რომ ნიტრიტებით, ნიტრატებით ყველაფერი მოყვანილი. აი ეგ თეთრი ნაწილი მაგით არ მინდა რომ რა ყველაფერი რაც სულიც არის კანისკენ რო დაგროვდა, მაინც ეგ ჯამა. მურაბა არის მურაბა ისე ტკბილია და კიდე თეთრი. იმით იკეთდება, მარტო ცარილი სქელი კანით კეთდა. რაც უფრო მეტია დაგროვილი ეგ უფრო კარგია მურაბისთვის რა. ნიტრატები და შაქარი ზემოდან. იდეალური კომბინაცია. ბიჭო, იმ დღეს გადავყარე ეს გათლილი ისინი კივი და რაღაცები და ბანანის ქერქი და რაღაცა. ბიჭო, წამოგიღო ვედრით შეჩემ, არ გინდა? მახარას ბოჭკოს მიღებაში პრობლემა. ბანანსაც იმიჭამ, მართლა ანუ. თეთრს ვაც. არ გბერავს. არა, რავი არა. ისეთები მიჭამია რა. ჯანსაღყოფაში მეგობრებო ყველაფერი ინდივიდუალურია. აი, კიტრის მაგლოგის, კიტრის თესლი. ხო ცუდი ანუ საზიანოა. არა, კიტრზე იგივეს ვერ ვიტყვი, რაც ვაშლზე ვთქვი, მან განსხვავდება რას იგროვებს, როგორ იგროვებს კიტრის ეს ყველაზე. კანისთვის რამდენად კარგია კიტრის თვალებს დალაგება. იაპონელს უკვე ხო გულს აჭრიან და მარტო კანს იყენებენ. საჭმელად? საჭმელად, აი რამდენჯერ ვიდეოში ხო ამას აგდებენ, აი შუაში წყალი რაც არის, ნახ და ამას ჭრიან რა. მაგას ექნება მიზეზი რატო აკეთებენ წარმოდგენა რა მარტო. მე გამიგია რომ ჩვენ ხო კიტრს თვლით და პომიდორს არა და პომიდორი პირიქით უფრო კაია, იმიტომ რომ უფრო კარგი რაღაცები კიტრის კანშია და პომიდორის კანში არა. ვთქვი კიტრს ვერ ვიტან. გაბრწყნულ ჭამ რა ეს. კვერცხშამ ნაჭუჭიან და გაბრწყნულ კიტრს ვერ იტან. ვერ აი არა პირიქით კიტრი. კანიანა ჭამა ყველაფერს. ხო, მაშინ ოკეი. მე ამერია. და პომიდორის კანს ვერ ვიტან. პომიდორის კანს. მანდარინს? არ მიჭამი 10 წელია. მანდარინი? ვერ ჩერდები თუ რატო? რეანიმაციაში მოვხვდი ბავშვობაში მანდარინი ვჭამე და ალბათ პირით გავფრცხენი რა ეხა ბავშვობაში. მანდარინი კანი. და ბიჭო ალბათ მაგის მე აღარ ვფრთხვის არაფერს. შეიცავდა ალბათ რამაც პირით გაბრწყინდა და ისე ბევრი ჭამე და მაგიტო თუ ერთი გაბრწყინდა მაგიტო მზის ალერგია მჭირდა რეალურად. მანდარინი არაფერ შუაში არ იყო. მაგრამ ისე დაემთხვა ეს ყველაფერი, რომ ჩემმა გონება აქ ქონა მანდარინმა მომწავა და მოვიბი მანდარინი. ახალი წელი ისე მოძრა ვერ ვიტან რა. ერთ-ერთი მანდარინი რაც არ მიჭამე. ციტრუსები დარჩენი უბერავ. და კაი კანი აქვს, იცი ბიჭო, აი მენა სასწაული გემო აქვს. როცა ჭამდი ხომე, არასდროს თეთრები არ გამიცლი, აი როზიან ხომე დარჩ. შენ ხესთან რომ მიდიხარ, აი ესე იწყებ პირდაპირ, ანუ არ წვიტავ, ხო? აი ეს ხო ცხენმა და ძროხამ რო იცი. ბიჭო, რა პრობლემაა ვერ ანუ რო რეცხავ, ძალიან მიხარია უკვე მართლა. აი რო რეცხავ უკვე კაი. რომ არასდროს აი ეს იყო ხომე და ესეც უარეს ჭუჭხს იკრავდა ხომე ესე რომ შებოდი ალბათ. და შეგრძნება მაქვს ჩემ ორგანიზმში რომ ამითი ბევრად ჯანსაღად ვჭამ. ეგრე რო არ გაზრდილიყავდი, ეხლა დაგეწყო, შეიბერებოდი, კუჭა გეშლებოდა, მე კუჭი შეიბერებოდა. შებერვაზე ხა რა გაგიცი, ხა მუცელი კი აქვს. ალუჩა სანამ მოვა თესლიანად ვჭამ ხომე რა, აი პატარა რო არ და მჟავე წყალად. ხეს არ ჭამ თვითონ ანუ აი რომ მიდიხარ. სუნა. სუმინდო და მეჭამა კაკლის ხეზე კაკალი რო იზრდება სანამ დამწიფდება. აი ხა მწვანე როა. არ გევასე. არ გამისინჯოს, ვერ გაუბედე. რა ეგეც ნაჭამი გაქვს? რა წელიწადია. მოეწეს კლუბის ბავშვი ყოფილა ეს. რა ბიჭო, და მაგითო გეკითხები როგორია? რამდენი წელიწადია ხა? 25-ის. აუ ჩემი დედა რა ანუ ეს შეთვის თუ აი არ მიჭამია. მაგ წებოიანად გიჭამია აი არ მიჭამია.
შენ გიჭამია მარტო. არა, რატომ უნდა მეჭამა ეგ? რა, ნედლი კაკალი ბიჭო, არ გამომაყალე. ნედლი კაკალი არა, ის რაც არის, გარსი შეჭემა. გარსი კაკალი როგორ არ მჭამია. წვანე რაც არის. თუ რო ამოიღებე კი არა. კაკლის ხე ხო გაქ ნანახი შეჭემა. ხო. სანამ ნაჭუჭამდე სანამ მიხვალ გარედან გარსი ხო აქ მწვანე. ხო. მაგის ჭამა რა, მაგას მეც არ ავჭავდა. მაგას ამბობს. რა ვიცი. არინა გάνε. აბა რაზე ამბობ შენ? როგორი გემოაქვს, აი ინტენსიური წარე გემოაქვს. ანუ ისეთი განსაკუთრებული. შო აღარ გავსინჯო, მაგიტო დაგეკითხე. არა, მაგრამ ნედლი კაკალი. ანწლის გემოდი გეწოდინება შენ რაღაცა. რა ჯუნჯულს ჭამდი ხომ უმათ წილის გარეშე ეგრევე ხეზე. ინჯაც მეოსებოდა ხოლმე რა. ხორცს როგორ იტან? ხორცი? ხორცი ეს ხდიდათ. ბაზარში რომ მიდის. აი აღარ მიყვარს ეს ღორის ხორცს ვაფშე ვეღარ ვიტან და აი სუპში მოხარშული ხაშლამა მიყვარს ძალიან. არჩი აი ხაშლამა შენთან რო გააკეთე. გემრიელი იყო სხვადასხვა არ მინახავს სახლში რო აკეთებდეს ვინმე რა ეხა კახეთ შეიძლება აკეთებენ სახლში მაგრამ აი ესე რომ მიდიხარ და ხაშლამა სახლში გავაკეთო ესე ალუმინი რა თუხთუხა ეს ხო ხაშლამა და მცენარეები კაი რაციონი გაქვს რა რომ მიდიხარ იმაში მაგრამ ეგ მიყვარს მაგრამ რომ მე შეიძლება ისიც ვჭამო რომ მიდიხარ ბაზარში აი ყველას რო გაგიჭირენ დროს ინჯო ხორცსაც ეგრე სინჯავ აი მამა ნახეთ სუნავ ხარ ბუჩ ყველაფერს თუმად როგორ ჭამდი სუნავ პრემიქსი თუ არის всё ეგრევე მე მაინტერესებს მოვისაუბროთ ჩიას დადებით ხარებზე იმიტომ რომ მე ვაღივებდი ხოლმე და ეხაც ჩი არის ის რასაც მართლა არ უნდა გაფრთხნა შენ გაგისორდება რა არის თესლია ვერავცდით ეგეც თესლია ჩიას თესლი მე მეკაიფებოდა მე ვაღივებ ხოლმე დილაობით ეხაც მაცში მაგ შედმული და გაღივება რა კარგად იცი გაღვივება თურმე არასწორი ყოფილა ხო გაღივებ ცეცხლს აღვივებ და ამ თესლს აღივებ ეგ ვისწავლე ის გოგორო იყო მილიონიანი ისო ქონდა რაღაცა სტარტაპი უმი ხო უმი მაგას უყურებდი ხოლმე და ეგ აძრობდა ეგ იმიტომ რომ სადამდე მიდიოდა ეგ ერთ-ერთი სხვა შორის რაც არ უნდა ეთყობოდეს ჩემ მაშინ იყო მოაზრე მე როგორც ფიქრობ ზუსტად ეგრე ფიქრობდა ეგეც რა რომ ხელი არ რაღაცები და კანიანად არ ვიცი რა არის ვერ გაუძლო შენ უფრო გამძლე გამოდე კი არა მე ეხაც აი მიწასთან შეხება სულ მაქვს იმიტომ რომ ვიცი რომ იქიდან რა ბაქტერიასაც მივიღებ გამორიცხულია რომ ის ბაქტერია მე არ დამეხმაროს რამეში მაგას ქვია ჰიგიენის ჰიპოთეზა რაც უფრო ადრე და ბევრ უცხო მიკროსხეულთან იქნება ბავშვის შეხებაში მით უფრო ძლიერი იმუნიტეტი იქნება ზრდასრულობისას ალექსანდრეც ეგრე არის სულ ტალახში აი ზაფხული რომ მოა ვეჭდად წყალს უსხავ ხოლმე გუბეში ტალახში უბეროს იმიტომ რომ კაია რა ბიჭო კაია დამიჯე აი ჩემი აკეთ მე ვედროს გავს ეს ნათალს ჩაყრის და ჩაყობს თავს და აი ეს მე მოდი მამიკოვა და მიუწება ეს ტალახში და გუგროობ სხვები შეშ ბიჭო ბავშვი რო ტალახში უნდა თამაშობდეს და გარეთ რაღაცები ბიჭო ნახავს იმ ტალახში შენ ვარ მოუწყო ეგ სიუწე ტალახის ოთახია მეგონა რომ კორპუსში მაცხოვრებელი ბავშვი ხანდახან ვერ ახერხებს რომ ტალახში ითამაშოს იმიტომ რომ გარშემო საწყალი ვარ ტალახი არა მერიას ხوار ვთხოვოთ რომ ტალახის ინფრასტრუქტურა გავუმართოთ საბაზარები აი არ არის სასაცილო თემა რა რომელი მეგონა რომ ბავშვი რაც უფრო მარტივად შემიძლია გითხრათ აი თბილისში არსებული ადამიანები არ დავაკონკრეტებ რომლებიც ქუჩაში იზრდებიან მე არა ძალიან გამძლე ორგანიზმი აქვს რა. გამძლე ბჭყალებში? არა, იმენა გამძლე, არ დავაკონკრეტებ. უბანს არ დააკონკრეტებ? უბანში რა, ქუჩაში ვინ ცხოვრობს რა, კონკრეტული ერთი ის არის რა, ხო ხვდები, შეგაფურთხები, თუ ვერ ხვდები. გავიგე შეჩემა, იმო და კონკრეტა ახლა. ხო და ყველა ხმურო მაღაზია გაცოცხლებულში შეჩ. ის დეც ის არის რა. იმუნიტეტია, მართლა გეუბნები, რეიტუზით რო ბავშვები ზამთარში. გავიგე, მაგრამ ეს ხო არ არის კარგი. ბიჭო, კარგი არა. ზღვარია რანდაც რა. ხო, არა. მე არ გეუბნები რომ ბავშვი გააგდო და მაუგლივით როცა მოვა. კიდე კაი. თუ მოვა. ეზოში რო თამაშობს და ტალახთან რო აქვს შეხვება და აი ესო წაესმევა ეს ბაქტერიები და იქ ანუ მე მგონია რომ უფრო სწავლობს ორგანიზმი რაღაცებთან მიჩვევას რა. ოღონდ ეს მე დადასტურებულად არ ვიცი შეგიძლია. მე გეუბნები მაგას ქვია ჰიგიენის თეორია და მაგას ქვია ადაპტაციური იმუნიტეტი შეძენილი მათ შორის. და მე უფრო ძლიერი იყო მან ხო თავის რისკი აქვს ხა რუცი სანამ მედიკამენტები იქნებოდა ტალახნაჭამი ბავშვი შეიძლება ვეღარც გარჩენილიყო ხო არა ეხა ხო გონდა რეალობაში უფრო მეტად სისუფთავისკენ ვარ სტერილი ნახე ავიღოთ არ ვიცი ბინძური და სტერილური ეხლა უფრო სტერილურისკენ მივდივართ ხოლმე მაგაც სადღაც შუაშია რა ეხო მე
სრული სტრელურობა. სრული სტერილურობა ძალიან პრობლემაა. გარეთ გახვალ და დაგენძრევა. ეხლა ჩვენ პოდკასტს უყურებენ მშობლები და მოკიდებენ თავის შვილს და ფლაყან ეგრევე ტალახში ჩააგდო. აკან არა ბიჭო, აი მიეც საშუალება რომ სიგიჟები აკეთოს. აი ხო შორს იგივეა კვებაზეც ძე, მიეც საშუალება რომ სიგიჟეები აკეთოს. მაგას ქვია baby led winning, ანუ ბავშვმა თვითონ გადაწყვიტოს რამდენს შეჭამს. შენ შეგიძლია უთხრა რას შეჭამს და როდის ანუ შენ მიაწოდო, იმიტომ რომ შენ ხარ მისი მცველი, მაგრამ თვითონ არ ირჩიოს რამდენს შეჭამს, რომელს შეჭამს და რამდენს. ჭამის დაძალება რო არის ხოლმე? ჭამის დაძალება არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც აკეთებ. გაძალებენ ხოლმე ჭამას ბავშვობაში. თებში მოასუფთაველ ამას ცოდი გაყოლება. კი, ყველას ალბათ ყველას, ხო. ხო, ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი ცუდი აი ბავშვი რო არ შეგიძლია ბავშვისგან გაუშვა. მაგას თარი რო აი შეიძლება არ უყვარს რაღაც. ან შეიძლება არ უყვარს რაღაც. უთავდა ჭამს. მე ისე ვარ რომ ეხლა დედამისი ჭამე არის ხო, მაგრამ მე მგონია რომ აი დაიკიდე. რამდენი წელია შენ შვილი? უეჭველი მოშივდება 6 წლის. ხო. ეხლა ნახე როგორი ამბავია. ბავშვი იბადება იმპულსით, ჭამოს იმდენი რამდენი სჭირდება. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ამ იმპულსს ვეღარ უსმენს, მაგრამ როგორც წესი, ის შემთხვევა, როცა ბავშვი არასდროს არაფერს არ ჭამს, ეგრე არის ხოლმე. ბავშვი გაივლის გამოივლის რაღაცას პირში ჩაიგდებს და მაგიტო არასდროს შივდება. ამიტომ შენ როს თქვი, მოშივდება და შეჭამს, ეგ სწორია, ოღონდ ისე უნდა მივიყვანოთ საქმე, რომ მართლა მოშივდეს. ანუ სტრუქტურიზებული ქონდეს ყვება, თუ იმ სტრუქტურიზებულ ყვებაზე გამოტოვა, ეტყვი რომ ოკეი, კაი, ოღონდ დრო გამოტოვები ცოტა რომ ეხლა როცა ყვება იქნება, მაგ დროისთვის მოგიწევს ყვება. თუ მიცემ საშუალებას რომ მოშივდეს, აუცილებლად მოშივდება. მაგიტომ მან დაძალებას ჯობია დაელოდო. რამხელა სტრესი იყო ბავშვობაში, რაც ეხლა რამხელა სტრესია, რაც არ გევასება იმის ჭამა რო გიწევს რა. საჭმელს გამოიძახება და არ გაამართლებს, როგორ გეშლება ნერვები. და რო გეძახდნენ რომ მოდი ჭამე, მე მაგალითად ღვიძლს ვერ ვიტან რა და რაღაცა ეს გემოგლობინი არ მქონდა ნორმაში და აბა ღვიძლი არ მიყვარს. აი ღვიძლს აი 100 კილო ხორცში ერთ წელი რო ჩააგდო, ვიგრძნობ რომ ღვიძლია, იმიტომ რომ აი ვერა. და ძალით მაჭმევდნენ ბიჭო. ბოლომდე შემწვარი რო არა, გაი ცოტა ნესტიანი შიგნით. ხო, შენ გავიგეთ უკვე რა ყვებაზეც ხარ, ბატონო ტარზან. ზუსტად. იმენა. მაგას ქვია პალეოდიეტა. აი, ჩვენი დიდი წინაპრები რო ტყედ გაიქცეოდნენ და რასაც სპოილერები ჭამდნენ. პრეშიზის და გახედა უკან, ნახე, აი. პალეოდიეტა, მაგას მინდორები ყავს ხოლმე შორის ბევრი. ტირანოზავრექსი, პალეოლითური დიეტა ესეა. ბიჭო, ქვისხანს. ანუ თქვენ გამოძახებულ რაპერს და შაურმებს მის შემდეგ მიყვებო რა. შენი არჩევანია, გიორგი, მე ვერაფერს ვერ გეტყვი. აი, შეხო შაურმას იძახებ. შაურმა არ მიჭამია, იმიტომ რომ ტრანსკრიმები და რაღაცები და არ შემიძლია ეგენი. შაურმა არ მიჭამია, ძალიან დიდ წელს არ მიჭამია მაგალითად, აი, რაც ახალი წელი დადგა. და სხვადასხვა აი პოდკასტის დაწყებამდე მკითხე და ფსიქოლოგიურად იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ კარგად ვიკვევები. იმდენად დამშვიდებულად ვგრძნობ თავს, რომ აი ხა რაღაც მაიმუნობა და სისაძაგლე არ გავაკეთე, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. რელსებზე დგები და აი რემაგრესზე შედგები, მე უკვე გიჭირს, ვაიმე, არ გააფუჭო ამდენი შრომა, ეგრე ხარ ტვინში, რომ აი ეს შრომა რაც შედებულ გაქვს, არ უნდა გააფუჭო რაღაც. არის სტრესი, არ გკუნავს ეგ მაინც რა, ანუ ისედაც ამდენი საფიქრარი გაქვს, რაღაცა ბევრი სტრესია და ეგეც რომ აუ რა დღეს რა ვჭამე და რა საშინელო ნახე, ეხლა შენეხები მხოლოდ ემოციურ მხარეს, რომელიც სწორია. იმიტომ რომ რეალურად შენი შფოთვები მარტო ემოცია არ არის, ფიზიოლოგიაცაა. ანუ შენ არ მარტო ის გაშფოთებს, რომ ეხლა ცუდი რამე ვჭამე, რაც არ უნდა მეჭამა, არამედ გაშფოთებს ბევრი დამატებული შაქარი, არ შაურმას თუ 4 წელი გრეიპფრუტის წვენი მიაყოლე. იქ ტრანსხიმები, იქ მერე კიდე რაღაცები, რომელიც საბოლოო ჯამში ფიზიოლოგიაც და ემოციაც ერთად გაშფოთინებს. ოღონდ მან მეორე რისკია. შენ თუ სწორად არ იცი რა არის მართლა რისკი შენი ორგანიზმისთვის, უკვე ყველაფერზე შეიძლება იშფოთო. ვაიმე ეს არ უნდა მეჭამა. მაგას ქვია ორთორექსია, ანუ მეორე რადიკალიზმი ჯანსაღყოფაში, რაც აი ჩემი გაკეთებული თუ არ არის და სხვამ გამიკეთა, აქ რაღაც პატარა შაქარი იქნება არ შევჭამ. აი მაგ უკიდურესობას მოვცილებით, იმიტომ რომ დღეს სოციალურ ქსელში ეს უკიდურესობა ეს არ ჭამო, ლიმონი ჩააწურე იმას, კვერცხი არ ჭამო. აუ ეგ არ შემილია, შემი. ეგ არის ყველაზე დიდი ბოროტება, რასაც ვაგროვებთ, რომ უკვე შიშები მიჩნდება საერთოდ რა არის სწორი. ჯანსაღყვება რა არის. და მე მაგ უკიდურესობაში გადავდივარ. გადახვალ იმიდან, კამეჩის ბეჭიდან გადახვალ ხლებცებზე და გამოდის ვიღაცა და შენ გონია ხლებს შეჭამდა, კარგად იქნები. შეჩემო გუში მჭამდი კამეჩს. და დღეს ვჭამ ხლებს და დამანებე თავი და მაწხოვრი ამ შეუმდგარ სამყაროში ცოტა ხანი ისე წყნარად რბილად რომ მენტალურად არ დამარცხ. ზუსტად. უბრალოდ ღამე არ უნდა ჭამო. რატომ? აი, ნახე, უკვე. ბიჭო, იმიტომ რომ დისკომფორტი არის და ძილში ხელს გიშლის ეგრე. ნახე, ეგრე დაზარდნა. არა, კარგად, ძალიან სწორი პასუხი. 4 საათი დადრე ღამე თუ აღარ შეჭამ, იდეალურია. სწორია. მე შეთავაზე გამიცა, ღორიბით შევჭამე, დავწექი.
ვერც 2 გძინავს. საათი, 3 საათი მჭირდება, რომ აი რაღაც ორგანიზმმა გამოყლევება გადაიაროს და მე დავიძინო რა. მაგას ჯობია ეს ენერგია რაღაცაში მე გაგიტო ჩავდიარ ხოლმე ხეზე ვმუშაობ ენერგიას ვხარჯავ და მე რო ვიღლები მე მიშენე რომ დავწვე და დავიძინო. ძალიან სწორია. ეხლა შენ მოგეთქვა, იმიტომ რომ წონაში მოიმატებ, აუცილებლად შეგეწინააღმდეგებოდი, არა, просто სიმსუბუქე, აუცილებლად. ძილში, ანუ აი ძილის ღამე არ მოჭამო, ეგ არის ჩემი აი ყველაზე დიდი გამოწვევა, ღამე არ ჭამო რა. რო შეჭამ, მოძინებულად ხო გრძნობ თავს. აი, სუფრიდან რო დგები და რო ვერ დგები, საცივში თავჩაყოფილი. მაშინ რატო არ გეძინება? აი, კარგად ჭამე და კარგად დაგეძინება, ხო, ეგეთი ამბავი, სუფრაზე ზეიდ რო გეძინება. მაშინ ძილში რატო გიშლის ხელს? სუბაზე მეძინება. ბიჭო, მე იმედი მაქვს რომ ამას რომ მოვინერებ კიდე მაქვს საჭმელი და მაგის გამო აღარ მეძინება. ეგეც არის ვარიანტი. ანუ რეალურად შეიძლება ჩაძინებაში პრობლემა არ შეგექმნას, მაგრამ მთლიანად გიფუჭებს ღრმა ძილის ფადებს, აი სადაც უნდა აღდგე ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ეგ არის განადგურებული. შეიძლება ჩაგეძინოს, აი თავი ღვინოს დროს ვამ მეც ეგრეა, ხო ღვინის მერე შეიძლება ეგრევე. ზუსტად, აი ზუსტად. აი ეგ არის. მე სხვადასხვა ღამე ჭამა არ ვიცი. ანუ კი გემრიელია და ასწორებს, მაგრამ მოგშვიდება. ეგ გასუქებს? ღამე ჭამა, აი მთელი დღე, იმიტომ რომ შუადღით ვერ ვახერხებ ჭამას ხოლმე, რაღაც რო ვაკეთებ, ძალიან კიდია ჭამა არ მახსოვს და აი მე უცებ გავჩერდები და თუ დამარტყა, გამოვიდე რაც კი გამოსაღებია დედასე გამე რომელია? ძალიან გვიანი ღვიძებს, კი არა იძინებს ახლა ეს და სტრიმებს აკეთებს დილის 5-მდე. პირველი 2. და 12 პირველი 2 შეჭო, როდის დაიძინე ბოლოს მაგ დროს? არა, ჭამა. ჭამა? მაშინ კაია, დილის 5-მდე მონელებული ხარ უკვე. სწორია. იქ ბანკი გატანილი უკვე რაღაც ემოციის სკანდალურების დამწვარია და ინდიელებთან ხარ ასული მთაში. მწვანის ჭამა ძალიან მევასება რა, თან ჩალიჩი, აი თან მწვანეს ეგეთი ფუნქცია აქვს, რომ ერთ-ერთი გემოზე შეიძლება იყოს ყველაფერი, რა ტვინი მოიწონს და ამის გამრავალფეროვნება რომ რაღაცა ისეთი შექმნა რომ ცოტა სხვა მწვანილი თქვი? მწვანე პროდუქციას ვეძახი, ფერი, პომიდორი, ავოკადო, ზილიონკა, ისა ნებისმიერი რამე რა. ლიმონკა. ესეთი რაც მართლა ფრეშია რა. დაჟე სალათის ფურცელი არასდროს დანით არ გამიჭრია რა. თორე შეგზდება მაქვს რომ დანით რო ვჭრი, შეიძლება რამე რეაქციაში შევიდეს რა ეს რკინა. და ხელით რამდენი ვიდეოს ნახე, ყველგან რომ ხელით ეს ჯუნგლური რაღაცები მევასებ. პამიდორსაც დღეს ძალიან რაუცნაური ამდენჯერ თუ დავეთანხმებოდი დღეს מחარას ყვების ნაწილში არ მეგონა. ხელით საკვებთან შეხება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილია გაცნობიერებული ყვების, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად საკვებს მხოლოდ გემოს უშინჯავთ ხოლმე. ხელით შეხება, სუნი, ყურება, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის. და პამიდორი ვაფშე არ გვიგვარ ქვეყანაში, დედა პამიდორის ბიზნეს. მართლა 20 ლარი თუ 18 ლარი რაღაც პამიდორები. წესიერი პომიდორი ვერ ვჭამე. აზრია, პლასტმასი ნახვი გადააგორე რა. აი დავდივარ ხოლმე ბაზარში, აი თვითონ გეუბნება, ვარდისფერი პამიდორი ხო იყიდება მაღაზიებში, რაც არის, აი რო შეხედავ, იდეალური ფორმა არის და არის დაგავი რა. ბაზარში რო გაივლი, აი ეს პამიდორი, ასე ვარდისფერი, აი გაჭერით რო ვეუბნები, ჩემი სისხლივით, აი მინდა ხომ რომ იქ მარილი ედოს რომ მოაყარო და იქ ჭამო რა. მაგრამ ეს პამიდორი ძალიან მიყვარს. კაი, საჭმლის თემა და რაღაც გასაგებია. სხვაშორის ძალიან საინტერესო YouTube ჩანელი აქვს თორნიკეს და შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ, ნახოთ, ბევრ საინტერესო რჩევას მიიღებთ და მე პირადად მაყურებელი ვარ შენი აქტიური და ძალიან მეხმარება რომ ავიმაღლო ესე თქვათ რაღაცა ცნობიერი ამ საჭმლის თემებში. ხო, გაიპასა, გაილამაზა, ისე გამოყლება. ხო, რაც შეეხება ზოგადად მაგ YouTube channel-საც რო შევეხოთ, მე ადრე TikTok-ზე ხვდებოდა ხოლმე შენი ვიდეოები და რატო გადაწყვიტე ფეხი შემოდგა YouTube-ზე? კაი კითხვა. იმიტომ გადავწყვიტე რომ TikTok-ის 40 წამში შემიძლია მარტო ჩავატიო. დაგედო სამწუთიანი ვინ დაგიშალა. ნახვა რა აქვს. შეიძლება მე ვერ გავუგე TikTok-ის სამწუთიანი ვიდეოებს, მაგრამ იცი ნახვა. ნახე რა გულისხმობ რეალურად თუ შპაკატში არ ჩავჯექი და არ ვიცი ისე ბანანი არა ვიღე ერთი ადგილით მაგ არ მეძლევა საშუალება საკმარისად ბევრ ადამიანს საკმარისად ბევრი ინფორმაცია მივეწოდა. აი ხა კალარო ერთი ინფორმაცია მაინც რაც გავაზიარე ეგ თუ კალას თავისი ემოციური ბალანსის გზაზე დაეხმარება ეგ ძალიან მაგარია ჩემთვის. ხო და მოკლედ TikTok-ზე მარტო შემიძლია ვთქვა რომ ლიმონი ჩააწურე წყალში და დაიკლებ ზონაში. და რომც არ ვთქვა ეგრე რა ინფორმაციასაც ვძდებ რიჩი იმდენი არ აქვს რამდენი სხვა შემთხვევაში ექნებოდა და რომც კონდეს 40 წამში ვერ ვასწრებ იმის შეტევას რასაც ეხა აქვს საუბრობთ იმიტომ რომ აგერ კაცმა ნაჭურჭით ჭამო თურმე რაღაც კარგი ყოფილა თურმე ბავშვმა ტალახში ბევრი კონტექსტი იმიტომ რომ ჯანსაღი ყვება ყოველთვის მაგას ვხი რა არის ჯანსაღი ყვება ბევრი ფაქტორი აქვს და ეგ მაინტერესებს თქვენი აზრი მაგაზე და YouTube-ის პლატფორმა არის იდეალური პლატფორმა მაყურებლის
სანდოობისთვის, დროისთვის და მაყურებლის ხარისხით, სადაც იცი რომ ინფორმაციას სიტყვი ისე გაგიგებენ როგორც შენ გინდა. და ახლა წარმომიდგენია რამდენი თქვენი მაყურებლისთვის უკვე წინასწარვე ჯერ არ ქონა ნათქვამი მახარას რომ კვერცხის ჭამდა ნაჭუჭით უკვე იმან იცოდა რომ ნაჭუჭიდან კვერცხს წამოიტყოდი. ანუ ეს YB ძალიან მნიშვნელოვანია community შექმნის ნაწილში და კი ბატონო. YouTube-ის მიღაცას ვაკეთებთ არის community შენება რეალურად ჯანსაღი რაც არის საქართველოში მაგის თვის სიტყვის გავრცელების ნაწილში. იმიტომ რომ ეხა ქართული ტრადიციული კერძები ჯანსაღია? არა. ძირითადად. ებს ლაპარაკობთ ქართულ. ბევრ ცხიმში კეთდება ბევრი რაღაც, ანუ კაი, ანუ ცხიმია დანაკლისი. ცხიმია ნაკლი. ხო. გააჩნია. ძალიან ცხიმიანია. გააჩნია, აბა რას ხაშლამ არის იდეალური. ხაშლამა? არა, ვერჩით არა. კაი, აბა ერთი ჯანსაღი და ერთი არაჯანსაღი ქართული კერძი მიხართ. კაი, ხაშლამა თუ. ჯანსაღი ხალეული და ისინი რა. ხალეული? ჯანსაღია. არაჯანსაღი? ოსტატი. ხინკალს რას ვერჩით? ხინკალს რას ვერჩით? ხინკალს არ მე არაფერს არ ვერჩი. ხო, ანუ მაშინ რა აი ბევრ ცხიმში რაც აბა, რა აჩმა მაგალითად. აჩმა, კაი, მიღებულია. აი აჩმა მგონია რომ აი ძალიან აჩმა ძიმია. კარაქით არის და რავი. კარაკითა თუ კარგმა გააკეთა და თუ იყიდე ის აქ დაჩა. აი ეხა აგური თუ იყიდე ის წყლეო. კაი, ხა ავიღოთ ეგორი ნაწილი რა, ავიღოთ ხაშლამა. არაჯანსაღი რო თქვი? აჩმა. ვერ ვხსენებ. არაჯანსაღი რაში ანუ არა ბევრ ზეთში თუ იწובה რაღაცა აი რაღაცა უბრალოდ როგორ გააკეთებ მაგას გააჩნია. როგორ გააკეთებ გააჩნია, მაგრამ ეხლა კონტექსტ გააჩნია მე. იმიტომ რომ ჯანსაღი რას ნიშნავს? ჯანსაღი მე თუ არ ვიცი მაღალმთიან რეგიონში ვცხოვრობ და ისეთი ენერგია მინდა რომ ეხარო შევჭამ დღენახევარი არ მომშვიდეს აჩმა არის იდეალური კერძი. მე თუ ვეფხვი მომზდევს ვიღაცამ ნეტა შაქარი მესროლს პირში სწრაფად ჩავყლაბო ენერგია მომწეს რომ გადავახტე რაღაცას. გააჩნია რა არის ჯანსაღი და რა გჭირდება კონტექსტზე დამოკიდებული. მახარას თუნდა მთელი დღე პოდკასტები აქ ჩააწერი და მაგიტო დილით ისეთი რამე ჭამოს რომ ენერგია სტაბილური ქონდეს მთელი დღის განმავლობაში. მან უკვე საქმე შემოდის აი ის ბოჭკოვანი პური მერე ზემოდან კვერცხი ნაჭუჭით და ასე შემდგომ. ამიტომ გააჩნია კონტექსტ რა. ქართული კერძები ზოგადად ჯანსაღია, მაგრამ რაშიც გვიჭირს არის ცხოველური ნაჯერი ცხიმები, როგორც ჩვენ თქვი. და მე მივდივართ მაგით სტატისტიკამდე. იმიტომ რომ კაი, გავიგეთ რომ ესეთია ქართული კერძი, მაგრამ მათი არის ყველაზე რატო? რისი? ღორის? ღორის მწვადი. ღორის მწვადი ნაჯერია, ცხოველური ცხიმებით მოწინავეა, მაგრამ უცხიმო ნაჭერი რო აიღო? არა, ხო, მაგრამ ნახე, ქართული მწვადი უცხიმო ნაჭერი არ არის. მაგაში მოყვომე. ქონებად დაჭრილი ფენები, რომელიც აი ეს გემრიელი ეგ არის. შეიძლება ხა გაუტყდეთ ვიღაცებს, მეც მიყვარს, მაგრამ მე მოვიბეძრე მწვადი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვეშვებოდი რა, მეც მიყვარს იქ ფენებად ჭრე, აი, მაგრამ მაგაზე ცუდი ეხა ვაფშე, ნუ ისინი ალბათ შებოლილი ისა რაც ეგ ცხიმები ოღონდ აი სალა არის მგონია ყველაზე დედა საჭმელი და გიждები და ისე მევასებაჭი. ხო და ეგ არის ქართული კულტურა და რუსების კერძები დისტრაქტორი, მაგ სალა რა ჩვენ და თალაშუაში. ორი კუთხე აქვს რა მონეტას რა, კარგიც და ცუდიც. ახლა აქეთ გადმოვდივართ და სცენარეული საკვები გვაქვს იდეალური. ვიღაცა მოიფიქრო რომ მარხვის დროს ლობიოსთან კერძ პრომიტის ალთა უნდა ყოფილიყო ნიგოზი გაკეთებული ნიგოზით, იმიტომ რომ თურმე ესენი ერთმანეთს მაგრა ავსებს. ბევრი კაი რაღაცა გვაქვს, მაგრამ მე ვუყურებ სტატისტიკას და ევროპის მასშტაბი ვართ მოწინავე. თურქეთი გვისწრებს მარტო ჭარბწონიანობაზე სიმსუქნის ნაწილში. მარტო 65% ბალანსი არის. მე მგონია რომ ბალანსი არის. ხაშლამა დილით რო ჭამო, კარგია, მაგრამ ღამის პირველ საათზე და მაგას დაემატა დასალური დიეტა, ის ლიმონათებიდან დაწყებული, ულტრაპროცესირებული საკვები. აი ეგ ორი კომბინაციაში უკვე მოძრაობასთან ერთად არის გაზიან წყალზე რა სიტყვი. ქართულ მაგას მიხები მინერალურზე? ხო, ამოვიღო. რატო? ისინი რა. ხო, ნახე, ანუ ისიც მიყვარს ძალიან, სახშლის კომპოტი მიყვარს, იმას უარესი შაქარი აქვს. აი, ყველაფერი და გადავიდე, თქვათ რაღაცა ბორჯომი, ნაბეღლავი, მინერალურ წყალზე, რომელიც აი როსვავ თითქოს აი ჩაიტანა და იგივე შეგრძნებას მიტოვებს, ოღონდ ჩაქრის გემო რა არა მაქვს პირში მომწონს რა. მაგრამ რაღაც გემო მაინც გაქვს, რაღაც სტიმულს მაინც გაძლევს. ხო, აი სპარკლებით მომწონს შავი და მაგრამ ის შაქარი არის. გონე რომ დეტოქსი გააკეთე, ხო? აი, ბიჭო, ისედაც სუბუქად ვარ რა. ნახე, მან დიზახიან ხოლმე რომ გაზიანის სასმელი გადააგდე, ხო გაიგია? და ეს გაზიანი მინერალური გაზიანია და ამ გაზმა რა დამიშავა. ძალიან დიდი განსხვავებაა. გაკუებ და ბოჭო. ზუსტად. ძალიან დიდი განსხვავებაა იმ ტკბილ გაზიანის სასმელებში და მინერალურში. მინერალურს რასაც გირჩევ, ერთი არის რომ არ დააყოლო ყვებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მინერალური წყალი გვაქვს და ზოგი ხორცის გადამუშავებას ხელს უშლის, ზოგი იხმარება, მაგრამ რო არ გარისკო რომელი რა არის კაცმა ერთის. მაინდა მაინც არ დააყოლო ზედავით 15-20 წუთი.
დიდი ოდენობა, თორე უფრო მეტად შეიძლება შეგბეროს. ძალიან გთხოვ, ძალიან წმინდებს ნუ შეეხები. მაგის გარშე ჭამა არ შემიძლია. არა, თუ არ გბერავს და დისკომფორტი არ გაქვს, მეტი გაუყევ, იმიტომ რომ მაგაზე სხვაშორის კვლავ საჭდარებული. შებერო არ ვიცი. ღამე მიჭამია ცივილობიო და მოუჭამი. არა, საჭმელს ვუჭამ თუ არ დავაყოლე ის გაზიანი უშაქრო რომელი? მინერალური წყალბადები? ხო, ნახე ხა მინერალური წყალბადები. შემეცამ. აუ, კოკაკოლა არ გაუშაქრო და რა ვქნა ეხლა? საშინელება. პეპსი უფრო მოგწონს? ან უშაქრო? ხო. უშაქრო კოკაკოლას და უშაქრო პეპსის შორის არის სადა დედამიწა. ხალხისთვის მომინდია ეგ მას. უშაქრო კოკოლა არის კოშმარი, საშინელება. ანუ მაგის დალევას მირჩევნია რომ 3 დღე არაფერი არ მეც დავულიო. გეტყვი ლაიმით არის სიგიჟე. ლაიმს ჩავაგდებ ხოლმე უშაქრო კოკოლაში და შეიძლება გამოყდი ისე. ლაიმი და ეხა შკივისის თუ ჩააჭერი შეჩემა ნათალები და რაღაცები კარგია, მაგრამ ძალიან მომჟაო გემო ძალიან ნახე, გამოსავდა. მახარას უსორდება რაღაცა გემუროა, რომელიც ინტენსიურია და რეალურად შენც ეგ ისორდება რომ ამთავრებ მაგით ყვებას. ამიტომ უშაქრო ალტერნატივა იდეალურია, ეხლა მან პორცია გააკონტროლე და იდეალური არის წყალჯობია, მაგრამ ეხლა იდეალურ სამყაროში წყალში მანამდე ლიმონი ჩავაგდე და გემო აიღო. მისჩენია რომ ლიმონიანი წყალი ვგლიჩ. აი მაგას გეუბნები, შენ გჭირდება რაღაცა ინტენსიური გემოთი და ამთავრებ ყვება. ცვლი ის ახლა ლაიმი და ლიმონი წყალში ჩავაგდებ. აი გემოზე, ანუ წყალს არ ასვა, მაგრამ თან ცოტა ჯანსაღი გიწყოს უბრალოდ ლიმონი. წყლის მიყოლება არ მიყვარს საჭმელს. თაფლი ბოზ რა უნდა მეკითხა. აბა. მოიც ამბობდა ადამიანი რაღაც მილიონჯერ ხო გააწყდა. არ დამავიწყეს ეს დაიმახსოვრე მაშინ. გასმო მე დამოვწყავ თაფლს რა მოხდა. თაფლი ბიჭო. კი. აი დილით ერთი კოლზი თაფლი გახსენი და ღამე რა შუადღით რო აი მაგალითად ერთი 200 ფუტკრის ტრაკიდან გამოცლი თაფლი რო ჭამო რა. კაია ეგა. თაფლი ჯობია შაქარს. სუფთაზე ვსაუბრობ თქო. სუფთა თაფლი ჯობია შაქარს, მაგას არ გაუვა. ხო, აი ახლა მან მოდია რა. თაფლი არის წარმოიდგინე საჩუქრიანი სტუმარი. აი ფიჭა, აი ფიჭა სხვა არის. ფიჭა სხვა რაღაცების მოყვება. მარტო თაფლი რო ავიღო, თაფლიც არის მარტივი შაქრის სახე. მაგას ქვია თავისუფალი შაქრები, რომელიც იგივე რეკომენდაციაში გადის, რაშიც ეს შაქრები იქნებოდა. უბრალოდ მე რო წინ დამინდო ისევ თაფლი და შაქარი, ამას შავის ხამპირში, ამას არა. მაგიტომ მაგაში მოყვები, თაფლი ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ აქ სტუმარი მოდის კომპლექსით, რა ვიცი, ის კომპლექსით არა. ბევრ რაღაცები მოყვება. შაქარს არაფერი მოყვება. მაგიტომ ანუ ფიჭას ცალკე ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს დაწყებული ბეჯგუფის დინამიტებიდან. ჭამენ ხო ეს ღეჭამენ და აგდებენ. ვერ ჭამენ. რას ვერ ჭამენ? ხო, შენ არა სხვები. შენ ჩემო დედა ფუტკარიც მიაყოლე ზემოდან თუ კიდე შეჭმა. დედოფალი სკაში მე რო ჩავყოფ თავს აიქა. ენას რო აუწდა, მიდი ეხა, გელოდებით. ჩემი ბავშვობაში ვახსოვს ფუტკას ძალით ვაკლინებდით ხოლმე რომ შხამი მივიღოთ. რა შობოდითო? ფუტკარს ჭამდითო? არა, ფუტკას ვაკლინებდით? რომ შხამი მივიღოთ. ეგ რაც არ ყავს გაძლიერების პრინციპზე ხარ გაზრდილი ესე იგი რა. და მე რა მაქვს იცი გაკეთებული. ბორჯომში ვისვენებდით ბავშვობაში და ესე გრძელი ფიცარი ტყე იყო ეს და ტალახი როგორ და ხო ესე გრძელი ფიცარი იყო დადებული რა. მოიცა რა გაკეთებული თიწყება შენი არასერთი ისტორია არ მახსოვს, ეგრე დაწყებული იყო რაღაც გრანდიოზოს ველოდები. აი ეს ფიცარი იდო რა, გრძელი ფიცარი და ბავშვები ჩავეძღდნენ ფუტკრები არ იყვნენ, კარაზანები იყვნენ რა. ეს ფიცარი რო ავწიეთ კაზანს აქ ეგეთი ფუნქცია რომ არ იშლება რა იმ თავის ტერიტორიაზე დაბალ თუნე ბუდე ქონიათ და ალბათ 200-300 კრაზანა დაახლოებით ეს ამ ადგილზე ესე ბუზუის რა აი იდეა გაიბადა რომ ვინც გაირბენს კაცია არა ფეხშველი რა ფეხშველი სტანზე გავიხადე და გავიქეცი ბიჭო რატომაც მეგონა ისე სწრაფად გავირბენდი ესე ვერ მოასწრებია აი 200 ფუტკარს ხო ის კრაზანს ხო დავეჯახი და ალბათ 6 წამი გაგრძელდა ჩემი სირბილი და დავეცი დაახლოებით 3 წუთში გავსივდი და სასწრაფოდ წამიყვანეს რამდენი ნაკმანი ქონდა ყოსავს რამდენი მოასწრებდა აუჩი ამ ექიმად ვქა რომ ალბათ 3-4 კრაზანაო просто ამას ვეღარ გამოასოცხლებდით რა ტილს რო აცლიან ბავშვს რო დაეხო აი ესე თავიდან მაცლიდნენ კრაზანებს ნესტრია და იდგნენ 1-5 კაცი და პინცეტი და დანით აი მე რა ნესტა არა ექი მოუთხრო რომ კაცი ხარო შენო დაახლოებით 38 ნაკმენი მქონდა რა თუ მეტი არა ძალიან დიდი ოდენობა არის ტოქსინის და გადავჭი მაგის დედა ხა კაზანს რო ხედავ შეიძლება
ჰაერში ისეთი ურთიერთობა. კი ვიცის რას გიზავს შეჩემ ნათალი შენ 38 კაზანის ნაკმას თუ გადაურჩი. ეს იმას საღოლს, ეს თუ გადარჩაო, შემიდე და იმის მერე მე ნორმალური ხარ მართლა. მართლა გეუბნები. თან სანამ შენ სამონტყობოში მიგიყვადნენ. სად მოხდა გამბავე? ბორჯომში. ხო, სანამ სამონტყობოში მიგიყვადნენ, კაი დროს გავიდნენ. აი, უაზები რო დადიოდნენ ხოლმე. ჰაერის გამოსასვლელად წახვედი ხო? ბიჭო, საუნდტროპოში იმიტომ იპარავდი, სულ იქ იყავი შეჩემა, ანუ მანდარინებზე ექიმი გამო. დღეს ორი ისტორია მოყევი, რომელიც არ ვიცოდი, რომ საუნდტროპოთი დამთავრდა. არა, ეგ ბიჭო ძამძიმე. ერთი ბოტკინის, მეორე იმის რა ქვია. ძამძიმე. ყვავილების დედოფალას. რა უცნაურია მზის ალერგია რო ქონა და მანდარინზე დაგიმართლა და კრაზანას რო გადაურჩე. როგორც ის ალერგია ერთმანეთს მოყვა ხოლმე. აი, შემომიტევს ხომ ეს ქავილი როა და რო იმას უბურცება, ხო ის? კიდე კაი არსებობს ინტერნეტი და მე დავგუგლე და იქ ეწერა ხო მანამდე 38-მა კრაზანამ ვერ დაგაგდო და ნეკერჩხლის ფუტალმა დაგაგდო შეჩემა. გამოიდგა. რა სტრანია თო. კრაზანამ. ეთქო თბილისი წეს. კრაზანს შეჩემა ყლისა, ნექტარი რა, ფუტკას. არა, ერთ-ერთ ყოველსაში ტოქსინი აქვს. კრაზანა? ეგრე ლაგდება ბიოლოგიაში არის ნეკერჩხლის ფოთოლია ყველა საშიში და მე მოდის კრაზანა. არდავთიშულა რა. არანტული. პროსტა რომ შევსივდი და ტკივილმა დამაგდო თორე გათიშვით ვერ ვიგებდი რა ხდებოდა იმდან გაბრუებული ვიყავ. ეგრე სწრაფად მოქმედებს ხო თან ეგ. მე ბავშვობაში მიკრინა კრაზანა მიკრინა ისე მეტყია როგორ მოხდება. იდე გეტყვი რა მაგაკე. ხარა ბუზას ვეძახით ხომ მე შავი რო დიდი როა კე ეს დავიჭირეს და ვინ გაუძლებდა რა დრას მაგასაც მე ვაკმენინე რა ეი მინება მაგას ნისტალია ის კონტენტი აქ იცი ეგ ტიპი რო არის ვიღაცა რო აკმეინებს რაღაც ეგზოტიკურ ბავშვობაში ვაკეთებდი ეხლა რა მიმიყვანს შეჭე ხო და ეხა გაგიკეთებინა ეგ და პირველ მე ვიყავ ხომ მიდი წყლა წარეა ბიჭო აი ანუ ხარა ბუზას იმიტომ ეძახე რომ ხარზე რო ხარებს ხარის დედას დამწარებს რომ ეს ხარი გიჟივით დარბის ბიჭო აი ფეხი როგორც გაქვს ეგრე აი დაახლოებით ამ მონაკვეთზე ასიებს რა ეხა აქ მაკვენი რა და აი აქ მაგ ეს ვაფშე ეს ცირა არის არტერიას თუ ავწდებოდით ბიჭო ხო რა ჩაისა რა მოხდა იცი ბოთლი გავტეხეთ რა აი რა და ბუასილის წამალს ვამზადებთ ბალახები მოუკრიფეთ ბავშვობაში ერთობოდ ეგრე ხო ჩემი კარგი ბუასილის წამალს ვამზადებთ რა ბალახები მოვჭერეთ ჩავდა და ეს ქიშვარდამ გამოიარა და ეს სამწერი ბანკა რა უწევს გაგვიტყდა თუ რაღაც სადაც ვამზადებდით და ხელი დამაფარეს რომ აი არ დაგვინახოს თუ რაღაც რომ დამაფარეს ეს ბანკა ხო გატეხი ესე ხელი ჩამოვარტყი ამას რა რო ავიღე ეს შეჭობილი იყო და ჩემით ამოვიღე რა ეს გათხრილი იყო ჩემით ამოვიღე და გასხმა რომ დაიწყო სისხლმა თუ გასხმა დაიწყო ესე კი არტერიას მოაქვს აი ესე გადავაჭირე ხელი და წავედი მეთქე და გავიქეცი სამატყობებს სადაც ვიპარავდით ხოლმე იქ გავარდი შეჭე ოღონდ ხარ ვერ გიკვირდა არაფერი აღარ გვაქვს ყველაფერი წაიღეო გითხრეს სადაც აი ხელ დაჭერი არტერია გადაჭრილი მივარდი სამატყობოში და ვიცოდი რომ სახშო მოსიყავი ტურა დროს დავკარგავდი რა აზრი არ არა სწორია და ეგრევე იქ ბავშვი შეჭე მივედი დაუდესა გამიყუშე და აი ეხა დამჭა ეს ორი ნაკერი დამჭა ამაზე რა დარწმუნებული ვიყავ რომ აღარ მოგივარაზ როს მაგრამ შემდეგში იცოდა რომ ხელიც მაღლა უნდა აწიო როცა არტერიას ხება მით უმეტეს რომ წნევა ხომ მაღლა ადის რაც უფრო დაბლა გექნება მით უფრო მეტი წნევით იყო ექიმი რა სამატყობოში გავიზარდე მე ის და ასეც მართლა დაჟე ოპერაციაზეც ვარ ნამყოფი რა ბავშვობაში შევყავდი ხოლმე ერთობოდით და ეგეთი რაღაცები ვიცოდი ხოლმე რა უბრალოდ საიდან არ ვიცი და აი ხო და ეხლა რომ მახსოვს ესე მივარდი რა ოღონდ არ მახსოვს ეხლა რატომ მივარდი ეხლა შენ გამახსენო მაგიტო ალბათ რო ეგ ინფორმაცია მქონდა რა რაღაცები სუის არშიში არ მქონია ხოლმე რა რას ერჩი შენ კოლბის ბავშვებს ანუ აჩის რეუნები ხოლმე და მეც რომ მეუნები კოლბის ბავშვები რა ანუ არ ჯობია ეხა კანიდან კოლბის წყალს არასდროს ფოსიში ვერ სვამ თუ არ სვამ რამე ვირუსი არ მოყვა ანუ ნუ როცა შემილია რაღაც ბოთლი ამას გონია ბოთლში კაი და ბოთლში კარგია მინის ბოთლს თუ ვიყიდი უფრო უსაფრთხოა ეგ ვიცი მაგრამ ყოველთვის ვერ ვიყავ მართლა მინის ბოთლი ისე ირეცხება ხო მაგრამ ნუ იმას ხო ჯობია ბიჭო როგორც ირიცხება მახარ მე მაქვს ნანახი ჩემი ონკანის ფილტრი და იქ მიიღე ბაქტერია შევა ქვიშა და ანუ გავე წუთქავი მანქანას მან უფრო დიდი პრობლემა წყალში არა ის არის რა მოდის არამედ კოროზირებული თუ ეროზირებული რომელიც სწორად ვიცი მილები ჯანგიანი ხო კაცმა არ იცის რა დროის მილია ახალი შეიძლება ეროზირებული თუ კოროზირებული იყოს და აი ხა მე დავასახელებ ჯერ კომპანიას თუ დავაყენებ თლიანი წყლის ფილტრაცია ანუ როგორ გასხმავენ ბოთლებში წყალს
მთლიან სახში მე კერძო სახლი მაქვს, იქ უნდა დავაყენო ეგ სისტემა. კი, ოღონ მაგ ფილტრაციას უნდა რემინერალიზაცია მე. რო ხდება ეს წყალი მე ხო მე ცალკე მაგას ხდება, რომელიც ამ მინერალებს ამატებს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გამოგაქვს მარტო ცუდი მინერალები, სუათ ყველგან კი ეგრე. და მე აქედან ცალკე რაღაც ყველა ვაკეთებ და ამითი ამატებ, რა. ხო და სიმართლე გითხრა, საქართველოს წყალი როა იყო ამერიკის წყალთან შედარებით, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვაქვს მაგას საზრუნი, მაგრამ ამერიკის დასავლური ტენდენციაა და იქ ბევრი ევროპის ქვეყანაში ძალიან ჭირდებათ. ჩვენ წყლის ხარისხი ვერც უფრო მაღალია და აქ ფტორია რემატება და ბევრი ნაკლებად უსაფრთხო გარემო გვაქვს შედარებით. მაგრამ ფილტრაციის სისტემა რემინერალიზაციის. მადრიდში რო ვიყავი, მე ვუნება ერთ-ერთი ტიპი რა, მასპინძლობდა ამ ტორსო. ჩვენთანო ონკანში წყალი ისმევაო. შენ მეთქი ბიჭო ვისა ლაპარაკები გუბიდან მიდან ამოიღე სადაც გინდა მიუშვირე გაჭერი ამოასხი ყველაფერი ისმევა ჩვენთან მებლატავა კანაო იცი რა არის აუ ჩეგავანებე თავი აღარ შემიძლია სოფელში კანაოები რო ჩამოდის ხო კანაოს ვეძახთ მან მაგ დალევი წყალი ეხა ვიხსენებ და მეგონი სიცხევა სამარტო რა კუჭერა გეშალა აი დიერია ის მაგ ისტორია მაგ ლოკო კინარო ჭამა ვიღაცა ტიპმა და რომ მოკვდა კიდე კაი ეგეთ რაღაცები არ ქენი რატო ცოცხლად ჭამა ვიღაცა მე ეგრე ავსტრალიაში თუ სადღაც და დაიბრიდა კომაში ჩავარდა და რა მოვინა არ ვიცი არა რეკომენდებული არ მახარავ რაც ილაპარაკა მეგობრებო რეკომენდაციას არ გავცემთ ნუტრიციოლოგის მიერ არის რეკომენდებული მაგრამ ბატონო მაინც სასიამოვნო ესეთ მაგალითი რო ყავს კაი დღეს დავით შევაწოდოთ საჩუქრები რაღაცა კიდე მაინტერესებდა გეტყვი კი მაგაზეც კიდე გადავიდეთ თუ გინდა ეს რა არის იმ დღეს დამირეკა Greenway-ი ხო რა საჩუქრის გამოგზავნა მინდაო და მეთქი ვიცით რომ პოდკასტში ვერ მოვახოდრებთ მაგას ორივესთვის რა კალასთვის მახარასთვის მარტო საჩუქრის გამომდგა არ არის პრობლემა უბრალოდ გამოგზავნა მინდაო და იმდენად კარგი საჩუქრები იყო რაღაც ჩავხედე რომ უბრალოდ ჯიგრულად სტუმარი კიდე ეგრე დატოვე სტუმარი სამწუხაროდ ყავს მანქანა კი რა მანქანა ყავს ტესლა მახარა როგორც ხელოსანი რეკომენდაციას მოგცემს თუ არა ტესლაზე არა თან ლოგიკური არის იმიტომ რომ კალას მანქანაც დაიმთხვა და მე მგონი ტექსტ დათვალიერების ვაუჩერიც უნდა იყოს მან კალა ეს არის მზისა ეს მithumetes არ დაგჭირდება არც ხმარება ვიცი ეს მithumetes არ დაგჭირდება ეს არასდროს არ მქონია არ მიყიდია ეხა არ გჭირდება შეიძლება მახრას გაკეთებულზე დაგჭირდეს მომე რა თუ არ გინდა რა მე კენოი რა ეს არის ნომერი სანომრე არა დაგირეკა ცოტა არაჩერე აი ძალიან მნიშვნელოვანი რა ნომერი რო ხო შენ გამძამოთ ხო ეგ ძალიან გაასწორა მაგან კი აჰა მადლობა მხარ პირველად დახმარების 5 მომე ეგ რა თუ არ გინდა ეს ნახდა 2 ცალი გინდა შენ ჩემი ისეთ რაღაცა მოხები რამე ანაფილაქსიური შოკი საწინააღმდეგოდ რო ჩაუდოთ ადრენალინი ესენი მე მინდა რა აი ეს შეც დაგჭირდება პირველად დახმარების 5-იო ოიც არა ეს პირველად დახმარება ხა შეგენით სისხლდენისთვის არის რამე ეს რა აქ რა არის מחარ ეს არ გახსნა მე უნდა გავხსნა ერთად ნაბუჟარ აქ რა არის ეს ნევსის გასაკეთებელი კიტი რა არის აი ისეთი რაღაცები რომ მოკვდები კრაზანების საწინააღმდეგო შრატი რაღაცა უნდა ქონდეს ეგეთი აქა ბოთლით არადებს არაფერი აი ხელს რო გაიჭრე მაგისტვის გაქვს სისხლთან შედარებით რაღაცეები გაქვს ხელთათ მას מחარ არ ჩაიცვამს ინტერვენციამდე აი ეგ არის ჰიდრატაციის შესანარჩუნებელი ამ ხელაში ეს რაზდაც და ქეშად ჩაგედოთ ეს დიდად ვერ გადაგარჩენს მაგრამ კაი ინიციატივა ვერ გადაგარჩენს კი მაგის იმედი თუ გაქვს არის ამით რომ დაიმტეხე მე ესენი მიდევს ხოლმე და იმედი მაქვს რომ აი ხა აი ცეცხლ მაქრო გიდევს მანქანაში და რო არ მუშაობს არის ყველაზე მაგას ჯობი არ გეტოს. ნუ ტვინი ფიქრობს, რომ ხა გადმოვიღებ ჩავაქრობ და გადმოვიღებ ჩემ ჯააქრობ, რებსო ჯააქრობ. რა დევს მაგ პირველად დახმარებაში? ანუ რამე აი ნევს გაგიკეთებ. ტრაქში აქცრი, ისე რამე არის? ძირითადად ტრავმის მოსაშუშებელი და სისხლდენის შეჩერებისთვის. ლახტი არის? არის ლახტი და რითი აჩერებს სიხლს. აი საჩიკოსის თბილის რომ მოიხუროს ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა გრიგორი. დიახ. უღრმესი მადლობა ზუსტად დღეს მივიღე მანქანაც ეხლა უნდა ჩავიდე დავქოქო მე და შევამოწმო როგორ მუშაობს ბიჭო ლახტი რო არის დოს გამორიცხულია სისხლდენაზე რა აი ეს შეიძლება გამოვიყენოთ მაგრამ აი ეს ხო არა აი არე ეს არის სისხლდენა რო შეაკავოს ხო აჩიკოს გამოუგზავნეს სხვადასხვა ზღოლი Greenway
რო თვითონ არ შეწუხდეს, იმ დღეს წამიყვანა სახსროს აქედან და ყველა ღმერთის ვიწამე საერთოდ სანამ ჩავждებოდი რომ სამიტადის აღია. მოიცაი შკალა რამე. არა, შეჩემა. რამე არ დამართო. ეს არის შავი. არა, კარგადია რა სხვათა გამიკვირდა. ეთყობს ორჯერ რომ მიალეწა მანქანა უკვე ცოტა ფრთხილად ეკიდება და ისე კარგად მატარა. რამე ისა გაქვთ ეს ტესლათი რა უნდა იაროთ? რატო ვინ სხვა იცი? ყველა ნუტრიციოლოგი ტესლათი დადის. ვინა ნუტრიციოლოგი კიდე. არ ვიცი, მე ეგეთ განცდავა, ბრო. კომპლიმენტი არ იყო დარწმუნებული. რაღაცა აი ტესლათი დადის, აი ჯანსაღიკვება, ბუნება, ტესლა. აგა აი ერთად ჯდება რა. შენ რო დიზელის ძრავიანი მანქანა ყავდეს და ბოლავდეს, ხო გამორიცხულია. უფრო კომფორტულია ელექტრო ჩემთვის, მაგრამ ალბათ ამასაც გავყიდი. არის შო. ველოსიპედი ნოსი. ეს ეკითხება რა იგე. რატომ გაგდა არის შოუებაო? ანუ ისევ იმაშია რა, მაგით თუ ფულ შოულო. სადაპირებ ველოს გერმანიაში აპირებს სასწავლებას გადასვლა. სხვათა შორის ველოსიპედით დავდიოდი ძალიან დიდი ხანი და მე ელექტროც დავუყენე. მე ამ აღმართებზე რა ენერგიასაც ვხარჯავდი, მაგნის ალბათ ვერ ვხარჯავ ხა კვირაში. ეს ყველაფერი, რაც შენ თავარ ისევ შევა მოკვდე. გიორგი. აუ ეგეც არ კი, რისკი. ეს წამი რაღაც კითხვა მაქვს. ვიდეოებს რო იწყებ ხოლმე ალბათ რომ შენ ხარ ერთ-ერთი მაგისტრი ნუტრიციოლოგიის საქართველოში. პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მართლობა. ხო, მე ვერ ვკავი, არ ვიცი და მაგიტო კითხვა მაქვს, სად მიიღე ეს ყველაფერი? შარლატანი რო არ ეგონა. ხო, სად მიიღე ეს განათლება? საქართველოში მაქვს სამეცნიერო განათლება. ამერიკულია პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის ნაწილი და მაგის გარდა კლინიკური ნუტრიციოლოგია არის მეორე დამატებითი ნაწილი. იმიტომ რომ საქართველოს ნუტრიციოლოგია არის სწავლება. ეხლა რა კურსებიც არსებობს და არის და მათ შორის ჩვენს გოქ აკადემიაში ნუტრიციოლოგი კურსით ვერ ხდები. ეგ გამორიცხულია. ყოველ ქვეყანას თავისი გაიდლაინი და თავისი რეგულაციები აქვს. ჩვენ ქვეყანას რა თქმა უნდა არანაირი რეგულაცია არ აქვს, ამიტომ ყველას უცებ საჭმელი პირში აქვს ჩადებული ნაჭუჭიანად შეუძლია თავის თავს ნუტრიციოლოგი დაუზახოს. მაგრამ ეგრე არ არის. მაგიტო სპეციალიზაციები არ გამოყოფილი, მაგალითად არის nutrition coaching-ი, სადაც არის ემოცია და კვება ერთად. ეგ სიტყვა, ეგ სიტყვა სადაც ვერია coaching-ი. ყველაზე დიდი ბლეფი არის გარშემო. და ეგ იმის ბრალია, რაც დაატრიალებს ქვეყანაში. ჩვენი სახით ხობების ლაპარაკი არის ყველაზე მარტივი. გეთახმები. მეგობარო. ნახე, მე ვარ მილიონერი, მაგრამ შენ როგორ გახდე? იყიდე ჩემი წინგნი და გახდები მილიონერი. კი, ეხლა რანაირად ჩემი წიგნი თუ მიყიდე. აქამდე თქვენ მითხარი უფასო თუ აქამდე თქვენ კივს თლიდით და ისე ჭამდით? არა, იგივეა კვებაზე, ზუსტად იგივეა. ჩაასხით ლიმონის წყალში და გახდებით. ჯესეთ ისეთ დრო გვაქვს რომ აი ვიღაცები მაგით ვაპრავებთ ხოლმე რომ საშუალება არ არის. ვაფშე ეხა ჩამოგიცვლით ისეთ ნივთებს რომ ვაფშე აჭიდა. მართალია საშუალება რომ ეხა თავიდან იმაზე გაუტრაკე რომ გადაცემის გასაგებად საშუალება გვაქვს. არ არის 12 ლარიანი პური. ჯერ ეს ერთი მე ხა ვაპირებ რომ ის ვიყიდო. პურის საცხობი მინდა რომ ვიყიდო. ჯერ ეს საქმე თონეს ვაპირებ რომ ჩავდო. ვერ ვიშოვე რა თონე მაგრამ მიყვარს. ხო და გთხოვ თონეს რომ ვიშოვი პურით ჩამაცხობინე. აუცილებლად მართლა გეუბნები. პურზე მინდა შენ ერთად ვიდეოს გადაღება ძალიან მაგარი იქნება. პურის აპარატი უნდა ვიყიდო. ეს მე უნდა გამოვაცხო. აჰა. რა უნდა პურის გამო? არც არაფერი, ფქვილი უნდა იყიდა. ეხლა მე რეკითხო ის რომელს იყიდი და ნაკლებად დაცეხულს. ანუ ვინმე სოფელს წეკვინე. რავი, ხო, მივიდა და დღეში ერთი პური ყოფნის, თან ძიმე პური გამოდის, რა ისეთი. ხო და თან ახალი გაქვს, თან ტვინთანის პურზე არდი დაგავიწყას დედა ჩააგდე გამოაცხობს. აეროგრილში ხო შეგიძლია უცებ მარტივად გამოცხო. არის პურის აპარატები არის ვაფშე. ოღონდ ცუდი არის, იმიტომ რომ დაყოვნებას ვერ ახდენ, ის თვითონ ზილავს, აცხობს და აეროგრილი ვაფშე ძალიან მაგარი რამეა. აეროგრილი არის დამხმარე ადამიანი. ხო. აეროგრილი არის მზარეული რა და შეაგდე, ცხიმი მაგას არ ჭირდება, დრო მაგას არ ჭირდება, ტრიალი მაგას არ ჭირდება. მას აკეთებს მე. შეაგდე, გემოხო უნდა კონდეს. რა, რა სვავ? ხო, ორც. აი ქათამი რო შეწვა. ხო. ვერ დაშვება ისე რა, ყურადღება უნდა. არა, გაიჩნია რომელია რომ აეროგრილი არის მაცივრის მერე საუკეთესო გამოგონება სამზარეულოში. ანუ ეგეთი უნივერსალური და არ ვიცი, აი ნაკლი არა აქვს. კაი შედარებაა ძალიან. ყველაფერი შეგიძლია მოამზადო, მართლა. კი, ძალიან, იმიტომ რომ თავი კითხო მე ისმის აი ზეთიანი არაჯანსაღია. მე მან ზეცაც გააჩნია და 1000 მითია მან. როგორ შეწვა თუ კარაქი არ გადაუსვი ზევდეს კაც უნდა კანი რო გამოვიდეს. ხო, მაგრამ ეგ ხო ხშირად არ ხდება ყოველდღე ხო არ ჯამაგას კარაქიას. არა, ფრი იმენა კაია, ფრი მომწო. თუ მოხარში კარტოფილი და მე შეაცხვა ძალიან კაი გამოდის. არა, აი ეს დიდ ფრიებს ვეძებ ხო. არის საქართველოში ყრებს წვრილი რო ტკენს ნევსები. მეორე არის რაღაც იპოვე დიდი აი გემრიელს კარტოფილი. და პირდაპირ მაგას აგდებ. ეგრე ვაკობოდ გავშლი და აი იმენა მეც მასწავლეს არის ჯერ ცოტა მოხარშე 15-20 წუთი და მე გამოცხე ძალიან გემრიელი გამოდის ისეც კარგია, მაგრამ ესე თუ ხარ იმის დედასაც
თუ ხარ შემე ფრი გამოდის? და მე აეროგრილში, კი. ვა, ეგ არ ვიცოდი. კიდევ უფრო უკეთესი. მე მიყვარს გამოცხარი კარტოფილი. ხომ წითელ ბატატა ბადრიჯანი? ბატატა. ბატატი. ბატატი. ყველი კარტოფილი. ყველი ხო. ეგ კაია ხო ძალიან. კი. ყველა ჯანსაღყოფაში შემხედრია რომ ძალიან კაია. ჭირდება, მაგრამ აი ეს ხო დადებ, მე გაჭრი. ბიჭო როგორი ჭამაზე მე მახსოვს შეფ ლუკა რო ყავდა და რო გაიხსნა ბოლოს უკვე მიკმინა და მე ხახვი ეხა ნახე აი ვეხარ ჩემი გააკეთე ძალიან გემრიელია მაგის ფრი ეგ ნერდრო გააკეთე როგორც კარტოფილს აკეთებ ფრი ძალიან გემრიელია არა მიჭამე აი იქიდან გამომდინარე რომ ქართული სამზარეულო ეგეთია მამა პაპა აი დამრტყმელია მითი ჩამოყალიბდა ასევე იმის რომ ჯანსაღყვება რო უგემური და საერთოდ არ არის ეგრე, იმიტომ რომ შენაირება ჩამოყალიბდა. მე რო ვაკეთებ ხოლმე დილითაც და რაღაც ვრაპებს და რაღაც ჯანსაღად რო ვიკეთებ, საერთოდ არ არის ეგრე, ძალიან გემრიელია და შემიძლია სუჯანსაღად ვიკეთებ და თქვა რომ აი არ მენატრება. ტუნას ზედა შევეცი. ტუნა არის ბიჭო, აი ტუნა ძალიან კაი. ტუნას ვრაპებს ვაკეთებ ხოლმე სხვადასხვა. ძალიან კაი. აი, ოღონდ ვერ ვიტანდი, აი რო არიცი რა არის და მაგით ვერ ვიტანდი. თან ძალიან ნეიტრალური გემო აქვს და ვერც დაახასიათებს. ტუნას სალატი ძალიან მაგარია. კი. ეს ავოკადო, პომიდორთან ერთად გვაკამოლესთან. კიდე რა ხდება ეცე? რამე რძის პროდუქტი უხდება ძალიან. ხო გეგონება რა უნდა, მაგრამ აი ბერძნული იოგურტი ან ხაჭო არაჟანი ძალიან უხდება. ძალიან უხდება. იდეალურია დილით პური. არაჟანი მაღალცხიმიანი ანუ ვერიდები არაჟანს უხდება. ხო, კითხავ თეთრებში, აი ეგეთ მასაში. ბერძნული იოგურტი ძალიან კაია. მან უკვე ფული 15 ლარი თუ 9 ლარი 15 ლარი ვიყიდეთ, აი ამ ხელა დღეს. ხო და ეხა შემოვიდა მეორე ვიღაცა ჯიგარმა ბიზნესმენმა, ძალიან იყიდულობს და ეხა რაღაცა რაც მეტია მე ვერ ძალიან კაია, რაც მეტი იქნება. აი ბერძნული იოგურტი ეგრე ძალიან ვერა. აირანზე ვყლებდები, არ ვიცი რა არის. მართლა ვერ ვიტან აირანს, მაგრამ რა არის? აირანი არის რძის პროდუქტის ნაირსახეობა, ოღონდ მოყვებით. ბიჭო, თუ კითხულობ რაღაცას, აი შენი ეს კულტურა წაყვანა რო ვერ ისწავლი ამდენი ხანი. ძალიან გამაგიზიანებელია. ხალხო და დაუწეროთ კომენტარს. ანუ მაინტერესებს როდის დაამთავრებს და აი ამას რო იწყებ, აღარ შემიძლია მართლა. 3-4 ჯერ ქენი უკვე და ტვინში სისხლი ჩამექცა. ანუ კითხ შენ თვითონ მე რო ვკითხულობდი და ჩემ ნაკითხზე რომ აი მე ვსიცხებ და გავგე შენივე კითხვაზე შეჭმე შეიძლება აირანი რა არის არ უთქვა შენ რა არის და აი მე ვსიცხებ უკვე აი მართლა აი აქ მომიჭირა ვინ ახარ ბიჭო შენ ფსიქოლოგი ვინ არის ეს ძალიან ძიმეა აი უკვე რომ მითხრას რა არის აირანი აი უნდა გავიგო რაღაცა და შევა არის ადამიანი აი ხო გაიჭედა და ეხმარები ხოლმე ხო არა მინდა ალა მადლობა ესე მამა ჩემს არ დაუცვი ვარ არასდროს ხოლმე ამას ხა ბიჭო ეს ვინ არის შენ ნელა ლაპარაკობს და მაგიტო გაიგე ვერ ასწრებს და მინდა რომ მალე რა შემაწუხა ბიჭო რაზე ვიყავით ბოდიში აირანი აღარ ბახსოვს არა იოგურტი კაიო მაგრამ აირანი რა აირანი რა არის აი აირანზე კითხვა იყო სადაც მომეთქო წარმოდგენა არ მაქვს რა არის და მაგიტო ცოტა სუძოს მოვიდა გაჭედვა კალას არა მე რა მინდოდა მე ფეცო ბავშვობაში რძის პროდუქტის ნაირსახეობა უკეთდება მაწონში რჩებოდა ხოლმე ეფირს გავსან მაწონში რჩებოდა მაგაში წყალს ვაშხავდი ესე დუღიბავდი და მაგას ვსწავდი ხოლმე ძალიან გავს გემოთი გემოთი ძალიან გავსწავდა წნევის საზომინო მოუტანა და კალას წნევა აი სუდია აირანი არა კარგია უბრალოდ შორტ ნახე სადღაც შუა ლედური ტიპია კეფირიც არ არის იმიტომ რომ ეს უფრო სქელი ტიპია და ბრატო რისთვის ცოცხარი მიკრო აი შენ რომ მიწას ჭამდა იქ ბაქტერიებს თუ შაქარი აქვს რა თქმა უნდა აი ბევრი ესაც არ არის ჩვენთან არც იყიდება ბევრში შაქარია ბევრი კეფირია წერია და პირველად ვინც გიყურებს ნუტრიციოლოგი რომელია თუ გაიგოს უნდა მოსწავლო აი ყურებს და ის აი გაცილებით მუდომებულია რომ სხვათა შორის კოუჩი ხარია იმიტომ რომ კანუ სწორი მართლობითი რა მაგაშიც მიხარია რომ მეთანხმები რომ ჯანსაღყვება შეძლებადია იმიტომ რომ უბრალოდ მან ვწდები ჯანსაღი რა გქონია აუ ტვინს ჯანსაღი აუყადო რა აი მაღაზიაში შევალთ მაღაზია მარკეტინგულად რასაც გვილაგებს რომ ჯანსაღია იმიტომ გვილაგებს რომ ფული გვაყრევინოს მაგრამ ზუსტად და ჩვენ კიდე ეტიკეტს კითხვა არ ვიცით და წარდი რა ბაზარში ხო შორის ახლა უნდა გავაკეთოთ შედარება ზუსტად გვაქვს უკვე დაწერილი სკრიპტი რა ჯდება ჯანსაღყვება და ორი კუთხით უნდა შევუტიოთ ერთი ხო გჭირდება ცილა ცხიმი ნახევრწყალი 1 გრამი ცილა რა გიჯდება სხვადასხვა წყაროებიდან
ქათმიდიდან რომ მიიღო, აქედან პროტეინიდან რომ მიიღო, იგურიდან რომ მიიღო, ეგ ძალიან საინტერესოა. საინტერესოა. მეორე არის უნდა შევიდეთ ზუსტად ბაზარსა და სხვადასხვა მარკეტებს შორის უნდა დავადაროთ, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთ ადგილას ნახავთ ძალიან კარგ ფასდაკლებით პროდუქტს, მაგალითად თინუსის კონსერვს, სადაც არ ელოდები საერთოდ რა. და თინუსის კონსერვი რატოა კარგი? ცილის კარგი წყაროა. ამასობაში ძალიან მარტივია ეს ოხერი და აი კოუჩინგს კი ვთქვით რომ ბევრმა გააცუდა ეგ საქმიანობა, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი? შეძლებადი უნდა იყოს უმრავლესობისთვის. რომ მოდიხარ აქ და ენერგია დრო არ გაქვს რომ ჭამო. ლავაშის პური რო იყიდო, თინუსის კონსერვი იყიდო და თუ გაგმოდო არაჟონი წაისვა, უკვე საღამოს რო სახლში მიხვალ ნაკლებად მოგინდება მაცივრიანად შეჭამო მაცივარი. საჭმელი. კი. თინუსი მაგარია. თინუსი ან გაი ვარიანტი. და დამიფიქსირებ რაპებს ვიკეთებ ხოლმე ყველაზე ხშირად და ეგრე რა. თინუსი და კვერცხი, მოხრაშული კვერცხი. ზეთი თუ მარილწ. მეზეთ შევიღებ. და რეკომენდაცია. ზეთი უფრო გემრიელია. ზეთი უფრო გემრიელია. რატო მოგწონს მარილწყალში? მოგწონს თუ ზეთი რატო ზეითუნის ზეთი თუ შეადებული? აი სხვათა შორის ისა სემიჩკის გემოქონდა ბოთი. მე ზეითუნის ზეთში ყიდულობდი და მე ამან გაფიჩინა ფეხები და მეთქი კაი მე არ ვიცოდი რომ მარილწყალში გემოებს უფრო კარგად არ იხსნა. არა რა ზეთი ის უფრო გემრიელია. ზეთიანი? მაგას მარილი აქვს მეტი, ამას ზეთი აქვს მეტი. რის ტრეიდ-ოფს აკეთებ? კალორიების პონჩი მარილწყალში ჯობია, თუ მარილები გებევრება, ეს ჯობია. ჯანსაღი რომელია? გააჩნია თუ მაგას გეუნები. ამას კალორიები აკლია, ამას მარილი აკლია, რომელი გინდა. და მე ვიღაც გამოხდება, ეხა იტყვის და დაგვიწერს აქ რომელიღაცა ეს რა ქვია ნუტრიციოლოგი რომ არაო ეგო კონსერვია ძმა კონსერვი არა ჯანსაღია ხო და არ არის ეგრე ანუ კონსერვი სახლში გაკეთებული კონსერვი ჯობია ბებიის მურაბა თუ კომპანიის დაკონსერვებული რა თქმა უნდა კომპანიის მით უმეტეს თუ გარედან შემოდის იმპორტი თან ამ იმას არ ხო მაგ ბრენდს კონსერვები ძალიან კაი ხარისხია ქილას გეუბნები კი კარგად იხსნება თან კარგად იხსნება და შიგნიდან რეზინი აი თითქოს შემხებლობა არ აქვს რკინასთან რაღაცნაირი მასალა მოყვები აი რუსული თუ შუამ ის იმენა ხელი რო არ უნდა გაიჭრა თორე არა მე ზეთში ეგ დარდანელის ფირმა რაც არის მეც მაგას ყიდულობ ხოლმე და არა ზეთში უფრო გემრიელი ნახდათ იმას შეზავება ჭირდება მარილწყალში რო გადმომაქ ხოლმე იმის თუ პილპილი და მარილი კარგად თუ არ გაუკეთე რაღაცები მაგას გენო ის ბაზა ძალიან კაია რომ გემო შექმნა და ეგ ხო ნულიდან არა გემოა აი რაპში და რაღაცაში რო უკეთებ გადმოწურე და ნუტრიციოლოგი მაგანაბალზე გაუშინაურდა თურქეთიდან ჩავამაქ ხოლმე ზეთის ხილი ოკეი 80 ლახს ვაძლევ 5 ლიტრიანში ოკეი როგორია ისა ზეითუნის ზეთი ზეთი იმიტომ მეთქი ზეთი რა ზეთი ცხილია ეგეთი წურავს მე არა ზეთი ჩავამაქ ზეთი 5 ლიტრი ღირს 80 ლარი ანუ არაფინირებული იქნება აქ როგორ ჩამოდის დაბურულ ხო ანუ მზესთან შეხება არა არა ეგეთში და ეხა გადავედი რა კანალები მაგაში ვწავ რა ეხა ერთი წერტილი რა მე მგონია ხაშა ზეითუნის ზეთსა და ზეთის შედარებაზე ქონდა ვიდეო და შეგიძლიათ ნახოთ მეგობრებო აქედანაც უთხრათ რა ეხა გეტყვი ზუსტად ნახე მან დამბავია რაში უნდა შევწვა იმიტომ რომ გაიგია რომ ზეითუნის ზეთი მარტო სალათებზე ცივად და რა თქმა უნდა მაგ საალთას ხო ცივად წვავ თუ არა მოკლედ ზეითუნის ზეთში ყველა ზეთს აქვს თავისი კუთრი წვის არა და აი აბოლოების ტემპერატურა ესე ქვია smoke point-ი რის მერეც უკვე აბოლებას იწყებს აი მაგ ტემპერატურას არ უნდა მიაღწიოს ზეითუნის ზეთს არ არაფინირებულს რაც შენ თქვი ეგ ძვირი რო ღირდა მზესთან შეხებაში რო არ უნდა მოვიდეს ძვირი რა და იაფიღირდა 5 ლიტრის თუ აქ ლიტრი 60 ლარი კი მოყვები ანუ რო შეხვალ და ძვირი რაც ღირს ეგ უგულსხმა მაგას აქ გამძლეობა დაახლოებით 190-დან 210 გრადუსამდე ეხა ეგ რას ნიშნავს? კვერცხს შეწვავ, ბოსნეულს მოთუშავ, ხორცს შეწვავ, ოღონდ გამოგიშრება, იმდენი ხანი დაგჭირდება. აი კარტოფილს იმდან მაღალი სიცხლე ჭირდება. მირშემნია გამოვაცხო და ეს ზეითუნის ზეთის ზემოდან იმას ხნა რა ქვია. მოვასხა, წავუსვა, ან დავასხა და რო შევდებ აი რო გრილში და დავაყენებ 210 გრადუსს ან 200 გრადუსს უკვე ვიცი რომ თან არც აბულდება, ანუ შეინარჩუნებს იჯანსაღეს. და თან ზეითუნის ზეთის გამომება. უმათ ჯობია ზეითუნის ზეთი. ნახე თუ 200 გრადუსს არ ცდები, რო შეწვა მაგითი პრობლემა არ მაქვს. მაგრამ თუ აი მაღალ ცეცხლზე ისეთი პარგი კიდია, რომ ჯოჯოხეთში გონია თავი და მაგაში კარტოფილს ვავ, ჯობია არ გამოიყენო ეგ და მაგას ჯობია ისევ რაფინირებული სიმინდის ან ზესმუზირის ზეთი გამოიყენო. რაღაცა გარღვევა მოხდა მახარაში. ო ბიჭო, თავი გადაკიდა უკვე. რატომღაც მგონია რომ ძალიან რა. იცი რა არის? მესმის შეგრძნების დონეზე მეც მოყვები, მაგრამ კვლევები არ მეუნება მაგას. კარაკი შეწვას მირჩევნია სიმინდის. აი ჯანკ ფუდები და ეს ფასტ ფუდები, მაგრამ აი ეს ყალიბი გამოუცვლელ ზეთში რო აკეთებენ. მაგის გამო მაგ ეგ შეიძლება დამწვარი ზეთის გეუბნა გონია რომ ის ცეგარი რა. მესმის თან ფერიც ეგეთი აქვს. განცდაც ეგეთი გაქვს, მაგრამ არ არის ეგრე თუ ხშირად გამწვევები. შეიძლება ეს ფილტრა ზეთის ეს დამწვარი ზეთის ფილტრატორები გააძრეს.
და ვიღაცებმა იყიდეს ეგ შეჩება. და იგივე ზეთის გამოყენება ხდება გაფილტრებული. ინფორმაციას უკეთებს და გადადის და სუფთა ზეთი ესე. ქვეყანას მოდებულია რა. ხო, ბევრი რამე იცის. რაღაცა ზეითუნის საიდან ჩამოვის? სად გააზრე კანალი? სად ასრებამდე რამეს? ღორი გააზრდებინა იქ სადღაც. ორი გავდება. ღორი გააზრდებინა საახალწლოდ. იქით ისა რა ქვია ზეითუნის ზეთი ჩამოაქვს თურქეთიდან. იმიტომ რომ ღირს 60 ლიტრი და იქ ღირს 5 ლიტრი შეჩება და ხო და საიდან გააზრე კანალი თქო? დადიანო ზავაჭროთ რა გორიდან და იმას ჩამო. აი ეს ხო შორს. ბიჭ მე არ მეოსება რომ თვლიან და 60 ლარიან. აუ რამდენი ხალხი არ გიყვარს შენ. ლიტრში ვაძე 60 ლარს მე ეხლა ვაფშე ყლევ 40 ლარს თუ კიდე ეს უნდა შეასხა. ზეითუნის ზეთიც ესე უნდა დაიწყე დაც და იცი რას უყას ხარჯაო? ხო და. აი ეგ დაცალე, ეგ არ გადააგდო და ის შენი 5 ლიტრიანი ჩაასხოლო მან ბევრად ნაკლებს ხმარობ. არა. ამაზე კი არა. აბა? ჩატუმბული არის შიგნით უკვე. ხო და გავიგე. შენ ძახი რომ მაგას ვერ გამიხელა თავიდან. ლაკის მხარე არის. ხო იყიდება ეგენც ალბათ. იყიდება, ჩასხმელი ძალიან კაი ვარიანტია. 40 ლარი ღირდა თუ რაღაცა და. კი. ვერ ვასხავ, აი თუ მივისხავ სახე და სუნად გამოიყენებ. აი ტაფაზე. გონი არის 40 ლარი როგორ თან არ მინდა რომ ის დაცარიელდეს ფული გადავიხადა. ეგ არ ეგ ბავშვობიდან გაქვს შენ მოკლედ რა. ბავშვობაში ფული არ გქონდა და ლატონის ყავებს ეხა ხო გააქვს, მაგრამ მაინც უჭერ, იმიტომ რომ ბავშვობის ტრავმა გაქვს. არა, უჭერ რა გა. არა, 12 ლარიან პურზე გადაყევი, შეწრევლე მოგივიდა და პომიდორი 18 ლარი ყველაფრის ფასი თული შეჭემა და როგორ არ გაქვს. ბიჭო, რანაირად შეიძლება ქვეყანაში 18 ლარი როგორც პომიდორი, მაგასი არ გამოყდეს შეჭემა. ხო გააქვს. კიტრი დედის ემო 18 ლარი როგორც კიტრი. სადღაც 18 ლარი შეჭ კილო? ო, აი ეს წავით ჩალაგებულები ის 18 15 ლარი შეხვარა გაქვს ბიჭო ნუ მაყ ეხა ჩემი დედა სამთარია ძმაო სამთარში ძვირდება საინტერესოა ეს მე უყისო თურქს ზე კიდია შემოვიტას იმდეს დაგიდებს 5 ლარს და იმით ოღის ისია არა ეგ პრობლემაა რა თქმა უნდა კაცო მაგრამ შენ ძალიან ბევრი უწუწუნეთ ხო რა მე ზაფხულში მირჩენე რომ მაღაზიაში სყიდვას ამ ბაზარში მოვძებნო გლეხი და იმისგან ვიყიდო ან მოვიყვანო ან სახში მივყარო რა იმის დედას არაფერი არ უნდა კიტრი იმენა ეს მე ჩაყარო ღობესთან და ამო ეს სუგა კიტრი წვიტა მოდის კაი ბოლოსკენ უნდა გავიდეთ ხვალ არის დასადები ეს გადაცემა გაუცებული ვარ ამდენამაში ვითახმები ნახევარსა შემიძლია ის ვაინც ყობას არ ასხავ და ამოდის და ჭამ წარე თუ არა ესე იგი წყალი დააკლენდე და თუ მეტი წყალი მეძი დავპება ვსო მართალი ხარ თორნიკე ძალიან დიდი მადლობა მე მაგრამ ძალიან მიყვარს ესე ინფორმაციული ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოვიდა დღეს და Mr Nutrition ესე YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ ამ აბსოლუტური რეკომენდაცია მე რაღაცა უკვე ასაკი ისეთი მაქვს რომ ცნობა ვისწავლე ადამიანი მატყუებს თუ არა რო ჩავთავ რა აი სკემი უკვე მარტივად ხდება თვალში რა და რო ლაპარაკობს ადამიანი თან რო უყვარს თავის საქმე და დეტალებში რო იცი ძალიან პატივს ვცემ მაგას და მაყურებელი ვარ შენი და წარმატებებს გისურვებ ამ პლატფორმას სადაც მეგობრებად შეგიძლია რომ გვიგულო მე და ბატონი მახარი ხიდან კოლბის ბავშვებს უთხრა რომ კოლბიდან გამოვიდნენ და რაღაცები საჭირო მინდა რომ უღრმესი მადლობა გადაგიხადო გიორგი დღეს ბატონ ნუტრიციოლოგი ყავდა და აი მართლა უმოროპო არა მარტო ყვებაზე იქ ბავშვები კრაზანას რომ ვაკვენინებ ბავშვებაზე ზოგად ჯანმრთელობაზე მე რო ეკითხები და მე ესე საინტერესოდ არ წასულიყო და ამ ინფორმაცია არ მიგვეყო კი ბატონო მადლობა ბიჭებო აჩი მადლობა მომწონს კი არ გაქათო რაჩი რაღაც ნოთქო კიდე მადლობა ბიჭებო ძალიან გავერთე და მნიშვნელოვანია იმდენი და ისეთი კარგი მაყურებლები ყავს აი ეს რო თქვით რომ ხა ყველაფერი მოსულა და ამასობაში სიმშვიდე გჭირდება ჯანსაღყვებაზე ეგ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ამიტომ მადლობა მადლობა რომ ინფორმაცია მეთქებდო სულ მაინტერესებდა რატო წუწუნებ 12 ლარი პული როგორც აი არა აქედან მიდიხარ როგორი განათლებული დიდარი ხო არა ხარ ხო გამო აი რანაირი მდიდარი უნდა იყო რომ აი ეხუმრები 12 ლარიან პურმა არ შეგაწყოს აი რა უნდა იყო ბიჭო რომ აი მდიდარი ხარ ამდენი ფული გაქვს და 12 მომეცი აი და 12 როგის პული და მაგიშებთ შეიძლება წინა გადაცემას უნდა მინდა რომ შევეხო ბოლოსკენ გავედით და ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადავხადოთ ჩვენ მაყურებელს რა იყო ხოლმე რაღაც პოდკასტში მომენტები ჩვენთან როცა ძალიან კრიტიკული ყოფილა მაყურებელთა გარკვეული რაოდენობა ეს ხა სრულ სურათს არ ასახავს რა თქმა უნდა ყოველთვის როცა ხვდებოდი ხოლმე ჩვენ მაყურებელს მჯეროდა მათი სიკეთის და კარგი ადამიანობის ყოველთვის იმიტომ რომ ძალიან სითბოს და ძალიან სიყვარულს გამოხატავდნენ და მეშინოდა მაინც რა კომენტარი აი სადღაც მაინც მეშინოდა კომენტარების რომ რაღაცა ისეთი არ დაიწერეს ამით არ შემშინებ ისეთი კომენტარები იყო წინა გადაცემაზე
რომ მართლა ეგერ სიამაყით არ ყოფილვარ არასდროს ჩემზე რო წამიკითხავს რაღაცები და מחარაზე და ჩვენზე მაშინ არ ყოფილვარ ეგრე სიამაყით, იმიტომ რომ თქვენ რაც აჩვენეთ მაგ კომენტარებში, ის იყო 100-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ ამ გადაცემაში მე და מחარა. ამიტომ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მართლა კეთს ვიხრი თქვენს თეთრ წინაშე. ბაირაღებში რა ქედი ლიმონ შენ ხა კაცი მოკალიო სიტყვითო და ამ შემთხვევაში ადამიანი გადაარჩინეთ რა. ეგრე აღიქვით რომ ადამიანი გადაარჩინეთ, იმიტომ რომ ჩვენ რაც მოგწერა ქალბატონმა მაია მე გვეუბნებოდა რომ არ მინახავს იმდენად შიში მქონდა რომ შიში მომეხსნა აუდიტორიის არასდროს არაფერს ყიდულობდი ამ ხალხის ცუდი ხალხის შიში იმდენად მქონდა და ამ შემთხვევაში შიში მომეხსნაო რომ აი თურმე მართლა არსებობს რაღაცა კარგი მხარე სადაც უბრალოდ ადამიანები გონებრივი შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ აზრს ატანენ ძალას და ისეთ რამეს წერენ რომ ეს იკითხება და გათავისება შეიძლება ამის და ეს უაზროდ კაკუნით რაღაც სარწმუნოა. მაგდენი კომენტარი ხო არ გქონია არა. არასდროს არ გქონია კომენტარი. ადამიანებმა ვინ ჩათვალეთ საჭიროდ რომ აი ახლა მე უნდა ავდგე და არასდროს კომენტარი არ დამიწერეთ, უნდა დავწერო. აი ეგ იყო ყველაზე ადამიანური რამ და მართლა და მაიამაც აღნიშნა რომ სად არ ყოფილვარ ახლა მართლა უამრავ ადგილას არ ნაყოფი და ეგეთი ადეკვატური ხალხიო რაც კომენტარებში ნახე არ მინახავს ამდენი გაკვირვებული იყო და აი მართლა უდიდესი პატივისცემა ჩემგან და უღრმესი მადლობა. აპლოდისმენტები თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგი მშვიდობებით. კარგად.